Tad ყოველ ახალ შეხვედრაზე თუ ესე იმატებთ, მე არანაირი დარბაზი არ გვეყოფა. Რაღაცას ხალხო კარგად ისმის? რანაირი ხმა. კარგით. თემა რა არისო, რა თქვეს? სიკეთე და ბოროტება, ბოროტება და სიკეთე. მე თქვენთან მოყოლილი მაქვს ალბათ ხო? აი ეს იგავი აღმოსავლური იგავი ბრძენ ღორზე. მოყოლილი მაქვს? არა? კიდე კაი. ხა სიახლე იქნება. ნამეხარად. ესეთი იგავი არსებობს ბრძენ ღორზე. ესე წერია პირდაპირ ბრძენი ღორი ჭამს საჭმელს. იქ ბევრი მსგავსი რაღაც ნოველებია და ეს ღორი ჭამს საჭმელს სალაფავში გობიდან, მაგრამ დრუნჩი კი არ აქვს ჩაყოფილი, არამედ მთელი ფეხებით, მთელი ტანით. მთლიანად არის ჩამდგარი ამ სალაფავში და ასე თქლეფავს. მივა მასთან თხა და თხა გაუცებული უყურებს ამის ღორულ ჭამას. ღორმა როგორ უნდა ჭამოს. და გაუცებული ეკითხება ამას როგორ იქცევი, რასაკეთებ. ესე რა ხმაურით ჭამს და ცილა სიამოვნებს და ესე იმიტომ ვაკეთებ. ესე თქლეფა. კარგი ქსიამოვნებს, მაგრამ ფეხებით რაღაც გახარ და მთელი ამ ჭუჭყიანი ტანით ჩამდგარი ამ საჭმელში და იცი რა მთელი ტანით რო გძნობ ამ სალაფავს კიდე უფრო მსიამოვნებს. აი ესე ღორული ჭამა და მე ეს თხა ეუბნება რომ კი მაგრამ ზნეობაა დაგავიწყდაო. ზნეობრივი ქცევა. იცი რა ზნეობაც ესე რომ მე სიამოვნებაო, მე იმასაც გავითვალისწინებ. ეხლა ეს იმიტომ გავაკეთე შესავლად რომ მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ, ეხლა მოვდიოდი და ფიქრობდი, აი მოვა ხალხი და ელოდებიან თემას სიკეთესა და ბოროტების შესახებ. რა ინტერესია ეს თეორიული? ან მე მაგალითად მე თვითონ ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე თეორიული ინტერესები, ფორმალური რამე დაინტერესება რაიმეს მიმართ არა მაქვს ხოლმე. თუ რაიმე არ მჭირდება, რაიმეს ჩემთვის პრაქტიკული დანიშნულება თუ არა აქვს, მე ინტერესს ვერ გამოვხატავ. მოტივაცია ჩემთვის უნდა იყოს რაღაცა პრაქტიკული საჭიროება. თუ ეს მოტივაცია არ მაქვს, რაიმე სწავლა, რაიმე თქვათ, მე მესმის როგორ ვიტანჯებოდი სტუდენტობის დროს, როდესაც სწავლობდი საგანს და მოტივაცია არ მქონდა. აი რატო უნდა მესწავლა ესათვის კონკრეტული საგანი? თქვენ არ ქონიათ ეგეთი განცდები, არ ქონიათ? ესე იგი ჩემი სტუდენტობის მერე გავიდა, რა ვიცი, რამდენი წელი. ალბათ ერთი 30 წელი გავიდა და მეტი ცოტა 30 წელზე მეტი 31 წელი გავიდა, 32 წელი გავიდა, რაც დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და იმის მერე არ შეცვლა არაფერი. საშინელებაა ეს, როცა რაღაცა სწავლობ და მოტივაცია არ აქვს. არ იცი რატო? ხო და იგივე დამოკიდებულება რა თქმა უნდა არ მინდა გქონდეს, მე არ მინდა მქონდეს და არც თქვენ არ მინდა რომ გქონდეთ რელიგიური ფილოსოფიური საკითხებისადმი. სიკეთე და ბოროტება ეს რელიგიური თემაც არის, ფილოსოფიური თემაც არის, ხელოვნების თემაც არის, ხო? და კითხვა კვლავ, რაში მჭირდება ჩვენ ამის ცოდნა? ჩემი სურვილი იქნება, რომ რაღაც ჩვენი ურთიერთობა დღეს რაღაც ცოცხალი რომ იყოს. ეგება თქვათ, თქვენ ყოველთვის ჩემი საუბრის დროს რა კითხვებით წარმოიშობა თქვენში, რა განცდაც გექნებათ, რა შეგრძნებას, ეს ყველაფერი რაღაცნაირად დააფიქსიროთ და მე თქვენ კითხვის სახით დასვა და მე ვისაუბროთ. იმიტომ რომ თუ ჩემთვის ნებისმიერი თემა და ამ შემთხვევაში სიკეთე და ბოროტება გახდა განყენებული, ინტერესს დაკარგავს. უკეთეს შემთხვევაში აი აქ ვისაუბრებთ და მე გავალთ და ყველაფერი აქ დარჩება. და ამიტომ ეს შეხვედრას ას კარგავს და იმისათვის რომ ჩვენ აქ ტყილა შევხვდეთ, ამის დრო არც მე მაქვს, არც თქვენ არა გაქვთ. ახლა რაც შეეხება თვითონ ამ თემას. თქვენ იცით რომ რაც ადამიანი არსებობს და რაც ადამიანი ყოველთვის ისეთი არსება, რომელიც აზროვნებს, ამ თემებს ყოველთვის ეხებოდა. ჩვენ რომ ნახოთ თქვა ძველი ფილოსოფიი და
ადამიანური ცნობიერების განვითარების ეტაპები ძალიან კარგად ჩანს ბერძნულ ფილოსოფიაში, ვინც მეტნაკლებად იცის ეს ან წაუკითხავს ფილოსოფიის ისტორია, ნახავს თუ როგორ ვითარდება ადამიანური აზრი, ინტელექტუალური აზრი. როგორ უფრო და უფრო ღრმა, მეცნიერული, ანალიტიკური ხდება. და რა საოცარი მიღწევები აქვს ბერძნებს აი ამ ფილოსოფია ყველგან იყო, რომშიც იყო ფილოსოფია. თუმცა რომში ის უფრო რაღაც, ანუ რომში ორიგინალური ფილოსოფია ნაკლებად იყო. უფრო მოგვიანებით. ეს არის სადღაც ქრისტეს პერიოდი უკვე, ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომი პერიოდი. აღმოსავლეთში სისტემური სახე მას არასოდეს არ ქონია იგივე ჩინეთში მაგალითად. და რელიგიასა და ფილოსოფიას შორის პრაქტიკული განსხვავება არც იყო, თქვათ იგივე ინდოეთში, ჩინეთში. და კიდევ მეორე რაღაც სისტემური სახე არ ქონია, ამიტომ ჩვენ ვერ დავინახავთ, თქვათ, კაცობრიობის აზრი როგორ ვითარდება. ხო და საბერძნეთში ყველაზე მეტად ჩანს ეს და ეს სიკეთე და ბოროტება ერთ-ერთი ის თემა, რომელიც რა თქმა უნდა აინტერესებს ადამიანს. ყოველთვის აინტერესებს და ეს ინტერესი საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში არსებობს ინტერესი ამ თემებისადმი, ეს ნიშნავს, რომ ეს თემები არ ამოწურულა. რა უცნაურია, ხო, ხა, თქვენ დასრული ადამიანები ხართ. ბავშვობის ასაკი უკვე წარსულს ჩაბარდა. შეუძლებელია, რომელიმე თქვენგანს არ ქონდეს შეხედულება სიკეთესა და ბოროტებაზე. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ყველა თითოეულ თქვენთანგანს თავის შეხედულება აქვს. თან საინტერესო ის არის, რომ თითოეული თქვენთაგანი თითქმის თუ 100%-ით არა, თითქმის დარწმუნებულია, რომ იცის რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. საკუთარ საქციელში, სხვის საქციელში. ხომ ესია თუ რაღაც არასწორს ვამბობ. და მიუხედავად ამისა, თქვენ მოდიხართ, შეიძლება ეს თემა თქვენ არ აგირჩევიათ, ვინ შეარჩია ეს თემა? როგორ? ხო, ორგანიზატორები ხო ციდან ჩაუფრენელები არ არიან, თქვენი ნაწილია ესეც, ხო? მართალია შეიძლება თქვენ არ შეგრჩევიათ, მაგრამ ფაქტია რომ თქვენ ამაზე მოხვედით. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, მიუხედავად ამისა მაინც გაქვთ ინტერესი. უცნაური ხო არა? მაგრამ ეს მარტო ამ თემას არ ეხება. აი მაგალითად რო იყოს თემა სიყვარულზე რა არ მოხვალთ? მოხვალთ. თავისთავად ცხადია. ანუ ვერ დაასახელებ რაღაც სიღრმისეულ თემას, რომელიც ადამიანის სულის ფესვებს ეხება, რომ ადამიანმა ინტერესი არ გამოხატოს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის უფიქრია და თავის საკუთარი შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხს. ესე იგი, თემა ძალიან საინტერესოა. თემა იმიტომ არის კიდე საინტერესო, რომ თქვათ იგივე სიკეთე და ბოროტება, ეს არის საკითხი, ეს არის თემა, რომელიც შეიძლება ასე თქვას ყოფიერების საფუძველშია. ყოფიერების საწყისში. ანუ ყოფიერება არა, რასაც ვხედავთ, სინამდვილე, ხო? რასაც ვხედავთ, რასაც ვერ ვხედავთ, ისიც, ხო? უამრავ რამეს ვერ ვხედავთ, მაგალითად, ჰაერს ვერ ვხედავთ, მაგრამ ის არსებობს, რადიოტალღებს ვერ ვხედავთ და ის არსებობს, ხო? სიყვარულსაც ვერ ვხედავთ, ესე კაცმორო თქვას, მაგრამ ისიც არსებობს. სინდისსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ის არსებობს. ანუ ხედვაში იგულისხმება არა, თქვათ, ჩემი ოპტიკური ინსტრუმენტით დანახული რეალობა, ოპტიკური დანახული რეალობა, ეს ინსტრუმენტია, ოპტიკური აპარატია, რომელიც გარკვეულ რეალობას აღიქვავს. არამედ მე რეალობას, ყოფიერებას აღვიქვავ არა მარტო ამ ოპტიკური აპარატით, არამედ ამ გერითი აპარატითაც, არამედ ამ სენსორული აპარატითაც. ხო? ასევე აღვიქვავ ჩემი განჯის უნარითაც. და კიდე არის რაღაც ადამიანში გრძნობები, რომელიც რაღაცას ხედავს, მაგრამ ამისათვის შეიძლება გარკვეულწილად იყენებს, ან შეიძლება არც კი გამოიყენოს ის ხუთი გრძნობა, რომელიც ადამიანში არსებობს. ანუ ადამიანი მრავალი რამით ხედავს. ესია. ანუ რეალობა, ყოფიერება არის, რასაც ჩვენ ხედავთ. სხვადასხვა საშუალებებით, ხუთი გრძნობით და იმ ხუთი გრძნობის მიღმა. აი ამ ყოფიერების საძირკველში რაც დევს, ადამიანის მისადმი ინტერესი არასოდეს არ უნელდება. თუ რაიმე არსებობს ისეთი, რაც ჩვენ გვაინტერესებს მუდამ და რომელიც ვერასოდეს ვერ ამოიწურება, ჩვენ შეიძლება დაახლოებით ვთქვათ, რომ ეს აი ამ ყოფიერების საძირკველშია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენც ამ ყოფიერების ნაწილი ვართ. ნუ ქრისტიანულად თუ ვიტყვით, ჩვენ არა უბრალო ნაწილი ვართ ამ ყოფიერების, არამედ ჩვენ ამ ყოფიერების გვირგვინი ვართ. კიდე სხვანაირად შეიძლება ითქვას, ეს მთელი ყოფიერება ადამიანისათვის შეიქმნა. ხოთაშორის ამას ქრისტიანობა ამბობს ესე საოცრად,
და ისეთ სიდიადეზე აყავს ადამიანი, რომელიც არც ერთ ფილოსოფოს არ გაუკეთებია, ვერ მისულა იქამდე და არც ერთ რელიგია ამას არ ამბობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პასუხისგებელნიც კი ვართ იმ სინამდვილეზე, რაც იმ ყოფიერებაზე, რაც ჩვენს გარშემოა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გასაგები ხდება. რატომ მაინტერესებს ის პირველადი თემები, პირველადი საკითხები, ონტოლოგიური თემები, რატომ? პირველადი. იმიტომ რომ მე პასუხისგებელი ვარ აი ამ ყველაფერზე რაც ხდება გარშემო. ესეთად შეიქმნა ადამიანი. ეხლა რაც შეეხება თვითონ სიკეთეს და ბოროტებას. მე მინდა რომ მე თქვენი შეფასება გააკეთოთ ჩვენი საუბრის მერე, თქვენ როგორ ხედავთ ამას. და მე რა თქმა უნდა ეხლა მე გეტყვით მე როგორ ხედავ სიკეთეს და ბოროტებას, მე ვეცდები რომ არ გესაუბროთ წიგნებით, არ გესაუბროთ ციტატებით, მეტნაკლებად ვეცდები ამის გაკეთებას, არამედ ვისაუბრო როგორც ადამიანმა, რომელიც უბრალოდ თავისთვის აზროვნებს და თავისთვის ფიქრობს. მე თვითონ თქვენთანგანი თუ სრულისასრული ექნება, მეტყვის თქვენ როგორ ფიქრობთ. და აი ამ ურთიერთობაში უფრო მეტად წარმოჩინდება რა არის სიმართლე. მე ესეთი შეხედულება მაქვს ამ შემთხვევაში, ესე მოგაწყვით ჩემ აზრს, რომ თუ ახლა დაფა კი არის დაფა ისე კაცმა რო თქოს. მაგრამ არა უჭირს, მე ვფიქრობ თუ საჭირო იქნება ცაცი არ არის. რავი საჭიროება თუ არის ისიც კი არ ვიცი კაცმა რო თქოს, შეიძლება არც იყოს ამის საჭიროება. თუმცა მაინც კარგი იქნებოდა ჩამოვწერ, აი მე რაღაც ფუცეზე დავჯღაბნე და მოდი გავადიდებ ამას დაფაზე. ყოფილაც არც, ყოფილა. ეხლა იქიდან შორიდან დაინახავენ მერე. აი აქ რო დავწეროთ ესე სიკეთე. სიკეთე. აქ დავწეროთ ბოროტება. მეორე მხარეს. თუ არ მოგეფაროთ ეს. შეიძლება გაიწიოს? ეს 30 წელი დაფაზე არ მიწერია, რაც სასწავლებელი დავამთავრე უმაღლესი. გავყოთ შუაზე. ეხლა შეიძლება თქვენი დახმარება გარკვეულად დამჭირდეს. მე გარკვეულ თემებს დავანაწილებ, სიკეთე რა არის და სიკეთეში ჩავწერ გარკვეულ თემებს ბოროტებაშიც და თუ თქვათ არა, ესე არა. ეს წამშლელია? აგერ დავწერ. და თუ რამე დასამატებელი იქნება, მიკარნახეთ. კარგით? ოშ. არა უჭის ხო ეხლა ნუ კარგი მოგოთ სიცოცხლე აქეთ დავწერე სიცოცხლე სიკეთე ხო არის ამის საპირისპიროდ სიკვდილი სწორია სიკვდილი და დიდი ასოებით წერო დაინახოთ მაგრამ შეიძლება ვეღარს დავეტიოთ ხედავთ კარგად სიყვარული აქეთ რა დავწერო სიძულვილი მეც ესე მქონია ხედავ აქეთ მინდა დავწერო სინათლე მეორე დაფარა გააქვთ მე მგონი არ ვეტევით
სინათლე. აქეთ რა ერთნაირად ვაზრუნებთ კაცო? იმაში რომელ კინოშია? შენ ხო იყავი ჩემ ხელა და მე ხო ვიქნები შენ ხელა. განსხვავება არ არის. სიბნელე. აქეთ მე ჩავინიშნე სიმართლე. აქეთ რა დავწერო? სიცრუე, ზუსტად. სიცრუე. ხო, აქეთ ხა რამე სისტემურად არ არის ეს განაწილებული თავისთავად ცხადი. აქეთ მიწერია ღირსება. აქეთ ღირსება. აქეთ მიწერია ხო, აქ ესეთ უცნაური რამე მიწერია. ვიფიქრე, შეიძლება მომედაონ მეთქი და სიმდაბლე მიწერია აქეთ. და ვიფიქრე, შეიძლება მეთქი სიმდაბლე რა სიკეთეა, ვინმე თქვას, მაგრამ სიმდაბლეს საწინააღმდეგო რა არის? სიამაყე. სიამაყე ცუდია თუ კარგია? ესე იგი, რაღაც სიამაყე და სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინება ამპარტავნება. რადგან სიამაყე ცუდია, ესე იგი, აქედან გამომდინარე ნამდვილად ხვდებით, რომ მისი საპირისპირო სიმდაბლე კარგი იქნება, ხო? სწორია? ყოველ შემთხვევაში თუ რაღაც ის იქნება ამასთან დაკავშირებით, მე გამსაჯოთ. სიმდაბლე და სიამაყე. ხო, კიდე ერთი ისეთი სიკეთეში ჩავწერე ერთი სიტყვა, რომელიც ასევე შეიძლება გაუგებრობას იწვევდეს და ამიტომ ვიფიქრე იმის საპირისპიროს დავწერე, გება მეთქი ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას. მე დავწერე ესეთი სიკეთეში ესეთი სიტყვა მორჩილება. მორჩილება ცოტა ისეთი თემაა, ხო, ეს შეიძლება ვიფიქროთ, რომ მორჩილება რა სიკეთეა, მაგრამ მორჩილების საპირისპირო რა არის? ურჩობა. ურჩობა სიკეთეა თუ ბოროტება? წარმოვიდგინეთ, ეხლა პატარა ბავშვი ყავს და არაფერს არ გიჯერებს. აბსოლუტურად ან მეგობარი ყავს, რომელიც საერთოდ არაფერს არ გიჯერებს. არაფერს, ქმარი ყავს, არაფერს არ გიჯერებს. აი ცოლი რო ყავს და არაფერს არ გიჯერებს. ესე იგი, აქედან გამომდინარე ხვდებით, რომ მორჩილება კარგი ყოფილა. სიკეთე ყოფილა. და ურჩობა ცუდი. არქ. ხო, აქ მიწერია ესეთი სიტყვა, სიწმინდე. სიწმინდე როგორია? სიკეთეა? დღეს ცოტა სიწმინდისადმი მრავალ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს ხოლმე და კიდე რას გულისხმობ ეს სხვა საკითხია. სიწმინდე. აქეთ რა დავწეროთ? უწმინდურობა. უწმინდურობა ნამდვილად ცუდია, ხო? არქი. აქეთ დავწერე ზნეობა. არის სიკეთე ზნეობა. აი ეს ღორისი ხო გახსოვთ? თუ მესიამოვნებაო, მაშინ კი ბატონო. უზნეობა ხო საწინააღმდეგო. თუ რაღაცა გამომჩება, მე ეგრევე მიკარნახე და დავამატოთ. კიდე ერთი სიკეთე, რომელიც ნამდვილად სიკეთეა და მის გარეშე ადამიანური არსება უბრალოდ წარმოუდგენელია, ჩემის აზრით ეს არის თავისუფლება. სწორია? ხო, ვერ წარმოგვიდგენია, რომ თავისუფლება არ შეიძლება. სიკეთე ხომ არის ნამდვილად?
ამის საწინააღმდეგო გვაქვს რა გვაქვს? მონობა. კიდევ ერთი ესეთი სიტყვა ცნება ეს არის სიმშვიდე. სიმშვიდე. სიმშვიდე საპირისპირო რა არის? რისხანები. და კიდევ ერთი დავწერე აქ ერთგულება და საწინააღმდეგო ორგულობა პრინციპში ორგულობა ღალატის სინონიმად შეიძლება ჩავთვალოთ. ორგული ადამიანი მოღალატეა. ანუ ასე კი ღალატი. რამე სხვა არ დაამატებდით? ბედნიერება სწორია, რა თქმა უნდა, ბედნიერება და უბედურება. ეხლავე და უბედურება, აგერ? იმედი და სასწორკვეთილება, ხო? იმედი კიდე? როგორ? სიძუნწე და გულუხობა, კი ბატონო. და გონი გავავსეთ. და სიძუნწე. სიხარული და მწუხარებაც. ეხლა ერთი გამახსენდა კიდე. შემოქმედებითობა და კიდე რა შეიძლება იყოს? როგორ? უნარობა. ასევე გონიერება, უგუნურობა. სიზარმაც. ხედავთ, ესე იგი მე მგონი ეს დაფა კი არა. კი, რა თქმა უნდა. ესე იგი ეს დაფა არ გვეყოფა, ხო? გვეყოფა? აი, მეც მაგი მინდოდა თქვენგან გამეკვირე. იმდენი მოვწერე. ანუ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვწეროთ, შეიძლება ეს დაფა კი არა, მთელი კედლები არ გვეყოს აქ. რისი ნიშანია, როგორ ფიქრობთ? რატო არ გვეყოფა? ჩვენ ახლა სიკეთესა და ბოროტებაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ და აღმოჩნდა რომ იმდენი თითოეული თემა როგორია, იცით? თითოეულ თემაზე ტომები დაწერილა. თითოეულ თემაზე საათობით შეიძლება ვისაუბროთ. და ყველაფერი ეს სიკეთესა და ბოროტებას გარკვეულად განეკუთვნება, ხო სწორია? ეხლა მე მგონი გასაგებია თუ რატომ არის რთული ეს თემა, ხო? იმიტომ რომ ვერ ნახავთ ადამიანური არსების გინამისი ცხოვრების რაიმე ნაწილს სფეროს, სადაც არ მოხდეს კლასიფიკაცია თუ ეს სიკეთეა თუ ბოროტება. ეს არის. და ნახეთ ერთი რამე საინტერესო, მე ძალიან გამიხარდა რომ თქვენ შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ თქვენ არცეც არ გითქვავთ ამ კლასიფიკაციაში არ ჩაგისვიათ არცეთ ისეთი რამ, რაც ეხება ფიზიკურ პრობლემებს, ფიზიკურ ტრაგედიებს, ფიზიკურ სიკეთესა თუ ფიზიკურ ბოროტებას. ანუ არ გიხსენებიათ ავადმყოფობა და ჯანმრთელობა, არ გიხსენებიათ თქვათ რაღაც ესეთი ეკოლოგიური კატასტროფები, თქვათ მიწისძვრები და ასე შემდეგ, არ გიხსენებიათ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავის თქვათ ბოროტება არის, მაგრამ
ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რაც ადამიანს ეხება როგორც სულიერ არსებას. აქ კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია. ესეთი ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ ახლა ჩვენ და ავიღოთ ნებისმიერი, მე სიმართლე გითხრათ, ახლა მე თვითონ ამაზე მაინდა-მაინც არ მიფიქრია. ავიღოთ ნებისმიერი აქედან რომელიმე წყვილი და ვნახოთ კონკრეტულად რას გულისხმობ, ახლა გეტყვით. აი ამ წვილის სათავეში რა დგას? აი ამ წვილების სათავეში რა დგას? რომელი წვილი დგას? არა. ხო, აი, ხედავთ, სათავეში დგას სიკეთე და ბოროტება და ჩვენ ნახეთ, რომ სიკეთეს ქვემოთ რაც არის, ყველაფერი სიკეთეა. ყველაფერი თითქოს სიკეთე, ყველაფერი ამისაგან შედგება. და ასევე მარჯვენა მხარეს, ხო? საინტერესოა, რომელიმე ამ წვილიდან რომელიმე რო ავიღოთ. ნებისმიერი. ის თუ მოიცავს ყველა დანარჩენს. აი სიკეთე ყველაფერს მოიცავს. სიცოცხლე, სიყვარული ეს ვიც მოიცავს. ეხლა სიცოცხლე თუ მოიცავს ამ ყველაფერს. არა? აბა ვნახოთ. აი რას, მოდი ასე ვთქვათ ეხლა, რას არ მოიცავს სიცოცხლე? აი ამ ჩამონათვალიდან. შეიძლება მართლაც რაღაცას არ მოიცავს, აგება აღმოვაჩინოთ. ბატონო? არა. თავის გრაფაში, აი სიკეთე მაგალითად, ხო? სიკეთეს ქვემოთ რაც არის, აი მარცხენა მხარეს, ხო? ყველაფერს მოიცავს. მაგრამ სიცოცხლე თუ მოიცავს ყველაფერს ამის თქმა უნდა. არა? აი რომელს არ მოიცავს, მაშინ დავასახილოთ და ვიმჟელოთ. სიცოცხლე არ მოიცავს მორჩილებას. ძალიან საინტერესოა. ანუ სიცოცხლე არ მოიცავს მორჩილებას. ითქვა ასე. აქ. მაშინ უნდა განიმარტოს რა არის მორჩილება და სიცოცხლეც, თორემ მაშინ ვიღაცისთვის შეიძლება როგორ იყოს, იცით? თქვას რომ მორჩილება სიკეთე არ მოიცავს მორჩილებას. გააჩნია რას გულისხმობს ადამიანი მორჩილებაში და გააჩნია რას გულისხმობს სიკეთეში. ზოგს მაგალითად ურჩევნია მოკვდეს ვიდრე მორჩილი იყოს. თუ ადამიანი ესე ფიქრობს, მაშინ მისთვის სიკეთე არ არის მორჩილება. როდესაც ადამიანი მაგალითად აი უფრო ესეთ უტრირებულ და ვულგარულ მაგალითს მოვიყვან. აი ადამიანი მიდის თქვათ საქურდავად. ან მიდის იმისათვის რომ წამალი იშოვოს და გაიკეთოს. თუ შენ მას დაუშლი, ან ხელს შეუშლი, არ მისცემ ამის საშუალებას. ის ამას სიკეთეთ არ ჩათვლის. მაგრამ სინამდვილეში ამის დაშლა იყო სიკეთე. ესე იგი, იმისათვის რომ ჩვენ ამ საკითხებზე სწორედ ვიფიქროთ, უნდა სწორედ გვესმოდეს რა არის სიკეთე და ყველა ის ჩამონათვალი, რაც მარცხენა მხარეს არის, თითოეული რას წარმოადგენს. და ამიტომ ეს ჩამონათვალიც იმიტომაც გავაკეთეთ ერთ-ერთი მიზეზ, ჯერ გვენახა რომ ეს უსასრულოდ შეიძლება გაიწეროს და ესე ადვილად ვერ ამოიწურება. აქ შეგნებულად მე არ ჩავწერე და თქვენც არ გიხსენებიათ, თქვათ ამ ქვეყნიური ფიზიკური ბოროტებანი და ფიზიკური სიკეთენი. თქვათ აი გემრიელი საჭმელი და უგემური საჭმელი. ხო შეიძლება მაგა სიკეთეა გემრიელი წვადი მაგალითად. ესე იგი ბოროტება არის საშინლად უგემური საჭმელი. ჩვენ ეს არ გავიკეთებია. თავისთავად ცხადია. სიკეთეა თქვათ გადასარევი კარგი ამინდი და ესე იგი უბედური ამინდი და მართლა უბედურებაა. არ ჩაგვიწერია ესეთი რაღაც. კიდევ ვიმეორებ, აქ ყველაფერი ისეთი რამ აქ ჩაიწერა მხოლოდ ის რაც ადამიანს ეხება როგორც სულიერ არსებას. ეგ ერთი და მეორე. ჩვენ რომ ვამბობთ რომ ეს არის სიკეთე და ჩამოვწერეთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს მაშინ თითოეული რას ნიშნავს. ეხლა მე გეტყვით პირდაპირ თქვათ აი გამზადებულად გეტყვით რომ სიცოცხლე მორჩილების გარეშე არ არის სიცოცხლე. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწორედ მესმის სიცოცხლის არსი და სწორედ მესმის მორჩილების არსი. თორე ისევე სხვანაირადაც შეიძლება თქვას სიკეთე თქვათ შეიძლება თქვათ რომ სიკეთე არ არის თქვათ იგივე სიმდაბლე. სიმდაბლე არ არის სიკეთე უფრო სწორად. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ მესმის რა არის სიმდაბლე და რა არის სიკეთე. ესე იგი იმისათვის რომ ჩვენ გავიაზროთ კითხვები მე იქნება მე მინდა გარკვეულად ცოცხალი ურთიერთობა ქონდეს და მე კითხვები ჩაინიშნო და მე პასუხი გამცემ. პასუხს გაგცემ. ესე იგი რადგან თითოეული ეს საკითხი და ეს თემა ჩვენი ყოფიერების, სინამდვილის,
საფუძველთა საფუძველს ეხება თითოეული და ადამიანს როგორც სულიერ არსებას. ამიტომ საჭიროა თითოეული მათგანის არსში წვდომა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი წავიკითხოთ, რაც ამ თემებთან დაკავშირებით დაწერილა. მე გეტყვით, რომ ქრისტიანობაში, თქვათ, რაც დაწერილა თითოეულ ამ თემაზე, ალბათ ვერასოდეს ვერ წავიკითხავთ. იმიტომ რომ თითოეული ეს თემა ეხება არა მხოლოდ ადამიანს. მარტო ადამიანს რო ეხებოდეს, მაშინაც რთული იქნება, თქვათ, ამ ყოველივე ცდომა, მაგრამ ეს ეხება არა მარტო ადამიანს, არამედ სამყაროს შემოქმედს. ღმერთს ეხება. და ყველა ეს თვისება, ყველა ეს ცნება, მოდი ესე ვთქვათ, ხო, რომელიც თითოეულ ამ სიტყვაში არის მოცემული, თითოეული ეს ცნება ღმერთს უკავშირდება და ღმერთიდან გამომდინარეა. და შეიძლება მე ისიც კი ითქვას, რომ წყაროა ღმერთი თითოეული ყოველივე ამისი და პლუს შეიძლება ისიც ითქვას, რომ აი მაგალითად ზოგიერთი ეხლა თქვათ უცებ თუ ყველა არა, ალბათ ყველაც. აი მაგალითად თქვათ სიყვარული. სიყვარული არის არა რაღაც აბსტრაქცია ქრისტიანისათვის, არამედ სიყვარული ცოცხალი არსება. სიმართლეც ასევე ცოცხალი არსება, სინათლეც ცოცხალი არსება, ყველაფერი ეს ღმერთი. ესე იგი, ჩვენ ერთი ვთქვათ ითქვა, აი რადგან საკითხი დაისვა ესე რომ ვთქვათ, არის თუ არა სიცოცხლეში შედის თუ არა მორჩილება, ესე იყო, ხო? ესე იგი, ჩვენ უნდა გავიაზროთ რა არის მორჩილება. და მაშინ რა არის სიცოცხლე? თუ სიცოცხლე არის ფიზიკური თვალსაზრისით ადამიანის ბიოლოგიური არსებობა მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა. სულს თავი რო დავანებოთ. საინტერესოა, არის თუ არა ამ შემთხვევაში მორჩილება სიცოცხლის შემადგენელი ნაწილი. ის როგორც სიცოცხლე თავად არის სიკეთის შემადგენელი ნაწილი. არის თუ არა სიცოცხლის შემადგენელი ნაწილი მორჩილება. ანუ რას ნიშნავს ეს? თუ არ იქნება მორჩილება, იქნება თუ არა სიცოცხლე. აი მაგალითად, მე ვარ ათეისტი მშობელი და ვზდი შვილს. როგორ იზრდება შვილი? შვილი იზრდება სწორედ გონიერი მშობლის ხელში. თქვათ ათეისტი იყოს, მაგრამ გონიერი მშობელია. თავისუფლებისა და მორჩილების მონაცვლეობით. აი მაგალითად ძველ რომში, სადაც რომის მოქალაქე იყო თავისუფალი მოქალაქე თავისი ქვეყნისა და ეს იყო საოცარი ღირსება, საოცარ პატივში იყო რომის მოქალაქე. ესე ადვილად ხელშესახები არ იყო, თქვათ. შეიძლება დღეს კიდევ ისე არ არის დაცული ადამიანი დღევანდელ სამყაროში, თქვათ, არასამართლებრივი ძალადობისაგან, როგორც მაშინ, თუ ის რომის მოქალაქე იყო. ცნობილი ამბავია, თქვათ, პავლე მოციქული რომის მოქალაქე იყო, იმიტომ რომ მამამისი იყო რომის მოქალაქე და რომ დაიბადა უკვე რადგან მამა რომის მოქალაქე იყო, არადა წარმოშობით იუდეველი იყო, ხო? რომ დაიბადა, ის უკვე რომის მოქალაქეობაში დაიბადა და როდესაც მას ქრისტიანობის ქადაგებისათვის დააპატიმრებენ და როზგით დასჯიან, როდესაც ციხის უფროსი გაიგებს, რომ ის რომის მოქალაქეა, ესე იგი რა დაემართება შიშისაგან, რომ უსამართლოდ, სასამართლოს გარეშე, ესე იგი იუდეველებმა მიუყვანეს, ესო გაურევსო აქო, ხალხს შფოთი შემოაქო და გულის მოსაგებად დაასჯევინ. და ბარე პავლე მოციქულმა თქვა, რომ რომის მოქალაქე ვარ და შეეშინდება. და უნდა რომ ჩუმად გააპაროს და არა პავლე მოციქული ითხოვს მისგან ბოდიშის მოხდას. დახედავთ? უბრალოდ ვინ იყო პავლე მოციქული, ვიღაც იუდეველი რომის ლეგიონი, გარნიზორის უფროსისთვის თქვა და რაღაც ესეთი მსგავსი, არაფერი არ იყო. მაგრამ შეეშინდება. ანუ რომის მოქალაქე მართლაც თავისუფალი იყო და დაცული. და ეს თავისუფლება იყო უმთავრესი ღირსება რომის მოქალაქისათვის. მაგრამ ნახეთ როგორ ძდიდან პატარა ბავშვებს, აი თქვათ, არის ხო, თქვათ, ქალაქის თავია, ქალაქის უფროსია, სამხედრო თქვათ, გარნიზორის უფროსია და ყავს შვილები თქვათ და იმ შვილებს თქვათ მისი მსახურების დიან. მორჩილების საოცარ სკოლას გადიოდა პატარა ბიჭი რომაელი, სანამ ის თავისუფალი გახდებოდა და რომაელმა იცოდა, გზა თავისუფლებისაკენ გადის მორჩილებას. მორჩილების გარეშე, მორჩილების სკოლის გარეშე ადამიანი ვერ ხდება თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები არ იყვნენ და ღრმა გაგება აი ამ საოცარი ცნების მიღმა რა სიტყვა რა აზრიდებს თავისუფლება და მორჩილებას გულისხმობა არ იცოდნენ, ბოლომდე გააზრებული არ ქონათ, მაინც რა ღმათ ესმოდა.
რომ თავისუფლება დღეს ხო ეს ცოდნა პრაქტიკულად დაკარგულია. დღეს ხო ადამიანი თუნდაც თანამედროვე ადამიანი თავისუფლებად რას მიიჩნევს? საკუთარ ანუ თვითნებობა მიაჩნია მას თავისუფლებად. თვითნებობა და რომელი თვლიდა რომ თვითნებობა თავისუფლება არ არის. პირიქით, თავისუფლება არის თვითნებობისაგან გათავისუფლება, ამიტომ თავის შვილს მკაცრი მორჩილების სკოლით ზდიდ. ეხლა ეს იმიტომ ვთქვი, რომ სიცოცხლე, ბიოლოგიური სიცოცხლეც კი მხოლოდ მორჩილების გარეშე. სიცოცხლე არ არის, იმიტომ რომ მორჩილების გარეშე ადამიანი ვერ სწავლობს თავისუფლებას, იგი ხდება თვითნება და თვითნება ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება თავისუფლება. თავისუფლება არის ღირსება. თვითნებობა არის, წარმოგიდგინოთ, აი თვითნება ადამიანი მაქსიმალურად გაშარჟებულად რო წარმოვიდგინოთ, უბრალოდ იმასთან დალაპარაკებაც კი შეუძლებელი იქნება. რომელ თავისუფლებაზეა საუბარი, რომელ ღირსებაზეა ადამიანი, რომელიც თავისი ნერვიული სისტემის ტყვეობიდან ვერ გამოდის. ანჩხლი, ეგოისტური ნერვიული სისტემის ტყვეობიდან ვერ გამოდის და რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, ხო? გარდა ამისა, იგივე ხორცელი არსებობისათვის, ესე იგი მშობელმა რო გაზარდოს, შვილს ასწავლის, შვილს ზდის თავისუფლებისა და მორჩილების აი ამ კომბინაციით გონივრულად და მე თელი ჩვენი ბიოლოგიური სისტემა ისია აგებული, რომ მორჩილების კანონს ემორჩილება. ანუ იქ არსებობს ძილი, დასვენება, სიფხიზლე, კვება, ის პროცესები, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიაში მოდის, ანუ კანონები, რომლითაც ეს ფიზიოლოგია არსებობს. ამ კანონის უგულებელსყოფა, რომელიმე ჩვენთაგანმა მოდი უგულებელსყოს, არ დაემორჩილოს იმ ფიზიკურ და ბიოლოგიურ კანონებს, რომლითაც ჩვენი ორგანიზმი არსებობს. რამდენი ხანი გაძლებ და ფიზიკურად მოკვდები. ანუ ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ ასპექტშიც კი მორჩილება კანონისადმი, რომელიც უზენაესის მიერ არის შექმნილი, უკვე აუცილებელი ხდება. ხოლო თუ ადამიანს შევხედავ როგორც სულიერ არსებას, მაშინ და სწორედ გავიაზრებ რა არის სიცოცხლე, როგორც სულიერი არსებისათვის, არა მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებისათვის, არამედ სულიერი არსებისათვის რა არის სიცოცხლე და აღმოვაჩენ რომ სიცოცხლე ის კი არ არის რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლო ბიოლოგიურად და ანუ სიცოცხლე არსებობაზე კი არ დაიყვანება, მაშინ მე დავწერდი აქ ამ გრაფაში სიკეთეს ქვემოთ პირველი რაც იქნებოდა სიცოცხლის მაგივრად დავწერდი არსებობა. არა. ადამიანი სიცოცხლე არ არის ჩვენთვის უბრალოდ არსებობა. სიცოცხლე გაცილებით სხვა რამეა. და ეს სხვა რამის გააზრება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს როგორც სულიერ არსებად ისე განვიხილავ და აღმოჩნდება, რომ თუ ფიზიკურ ასპექტში ადამიანი რაღაც კანონებს ემორჩილება, როგორც სულიერი არსება, ასევე უნდა ემორჩილებოდეს რაღაც სულიერ კანონებს. მორჩილების გარეშე ადამიანი ვერ იქნება ცოცხალი არსება, როგორც სულიერი არსება. ასევე ნებისმიერი სხვა რა. აი მაგალითად ავიღოთ რომელიმე, თქვათ ღირსება. ღირსება თუ მოიცავს სხვა დანარჩენს, ესეც საინტერესოა. ან პირიქით დავსვათ კითხვა, აი ღირსება რას შეიძლება არ მოიცავდეს? ვიპოვით რამე ისეც აქ, რაც ღირსების შემადგენლობაში არ შევა. მე მგონი ვერ პოულობთ. ბატონო? ხო, მეც ესე მგონია, რომ აი აქ თითოეული მათგანი, ჩვენ ყველაზე თავში გვიწერია სიკეთე და ყველაფერი მის ქვემოთ, ნებისმიერი რო ავიღო და თავში გადავიტანოთ, ალბათ ყველა დანარჩენი მისი შემადგენელი გახდებოდა. ეს ძალიან მაგონებს ქრისტიანულ სწავლებას, რასთან დაკავშირებით იცით, რომ თქვათ უამრავი მცნება არსებობს. 10 მცნება არა მარტო. არსებობს ახალი აღქმის ცნებები. უამრავი და ეს ცნებები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ცნება ადამიანს აძლევს საშუალებას ქრისტეს დაემსგავსოს. ქრისტიანული სწავლება იცით როგორია? ეპიდემიის ახარებაშია მოცემული. ყველა მცნებას რომ აღასრულებდე და ერთს არ ასრულებდე, მოვალე ხარ ყველა მცნების გარეშე. ანუ ესე იგი ამით არ გვევ ყველა დანარჩენ მცნებას. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის ადამიანს რომ თქვათ მუდამ რაღაცა გვეშლება, მუდამ რაღაცას ვცოდავთ. არა. ჩვენ მუდამ ვცოდავთ, მუდამ გვეშლება, მუდამ რაღაცას ვარღვევთ. ამაზე არ არის.
აი მე რო განვაცხადო მაგალითად ესე რომ მე ყველა აი ამ ცნებას ვიცავ, აი ამ ცნებას არ ვეთანხმები და ეს იმას ნიშნავს ანუ ყველაფერს დავიცავ, ვეთანხმები, ვეცდები დავიცავ. აი ამას არ ვეთანხმები და ამას შეგნებულად არ დავიცავ. ქრისტიანობა გეუბნება რომ ყველას წინაშე და ყველა მცნების წინაშე დამნაშავე ხარ. ეხლა ეს რო გადმოვიტანოთ აი ამ შემთხვევაში აი აქ. შეიძლება აქაც იგივე სურათი მივიღოთ, ხო საინტერესოა. აი თქვათ, რაც ჩამოვთვალეთ სიკეთის გრაფაში, ხო? მოდი ვთქვათ, რომ აი ყველაფერს ვიცავ, ყველაფერს, უბრალოდ ყველაფერს ვიცავ, ხო მაგალი გამონათქვამია, ხო გესმით, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან მინდოდეს, მაგრამ რაღაცაებში ყოველთვის ვცდებოდე, მეშლებოდეს. მოდი ესე ვთქვათ, მე ყველაფერზე ხელს ვაწერო, ეს სწორია და მართალია და მე მსურს ეს აღვასრულო და რომელიმე ერთისაკენ გავიშვიროთ ხელი და ვთქვათ, აი ამას პრინციპულად ვეწინააღმდეგებ. შევძლებთ თუ არა ამას, თუ რომელიმე მათგანს შეგნებულად, პრინციპულად შევეწინააღმდეგებით, დანარჩენის აღსრულებელნი ვიყოთ. ალბათ უიპოვით ესეც, საინტერესოა. ხემე ვეძებ, აი თქვათ რომელიმეზე ვთქვა, რომ აბა, ეს რა არის, კაცო, ეს მიუღებელი, ამას ცოცხალი თავით ვეწინააღმდეგები, არავითარ შემთხვევაში არ შევასრულებ, დანარჩენს კი ბატონო. გამოვა ესენედა. არ გამოდის. ბატონო? ხო, აი სიკეთის გრაფაში რაც არის, ხო, აქეთას და იქითას, აი რომელიმე ვთქვა, რომ მე ამას პრინციპულად არ ვეზიარებ, არ ვიღებ, მაგრამ დანარჩენს ყველაფერს ვიღებ. არის თუ არა შესაძლებელი? ყველა ერთმანეთს მოიცავს. ბატონო? გოლია, ჯაჭვია და თუ გაწყდა. აჰა, თუ გაწყდა, არაფერი არ გამოვა. აი ეს არის. ეს არის სწორედ ის რასაც მოიცავს სიკეთე. ანუ სიკეთე მოიცავს მთელ ადამიანურ არსებას. და ვერანაირად ვერ შეძლებს ადამიანი რომ იყოს სიკეთეში. აქ ლაპარაკია იდეალ, ხო გესმით რა, ახლა აქ მე შეიძლება გავიდე და უცებ ნებით უნებლად მოვიტყუილო. შეიძლება გავიდე და ნებით უნებლად რაღაც შეცდომა და ცოდვა ჩავიდინო. ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი სხვა რამეზეა, ჩემს დამოკიდებულებაზე. აი პავლე მოციქული ესეთ რამეს ამბობს, რომ მე ვიცი რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. მინდა ვაკეთო ზეციური, ანუ სიკეთის სინონიმი. მინდა ვაკეთო. მაგრამ ჩემი ბუნება აკეთებს მიწიერს. ერთი მსურს და მეორეს ვაკეთებ, ვერ თავისუფლდები აი ამ უბედურებისაგან და ვინ მიხსნის მე და მე შეხაღადებს უფალი იესო ქრისტეს. ანუ აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის რომ მე რას ვახერხებ. ლაპარაკია ჩემს დამოკიდებულებაზე. პავლე მოციქულს აქვს სწორი დამოკიდებულება, რომლის განხორციელებისათვისაც იბრძვის. იბრძვის და იბრძოლა სიკვდილამდე. ანუ ჩემს დამოკიდებულებაზე აქვს. და ჩემი დამოკიდებულება კიდე ესეთი უნდა იყოს, მთელი სისავსე, სიკეთე თუ არის ის ნაკლული, აღარ არის სიკეთე. ამიტომ იმისათვის რომ მე გავაცნობიერო, აი მე რითაც დავიწყე, რამდენად პრაქტიკული დანიშნულება აქვს ჩემთვის ამ საკითხებზე ფიქრს. საუბარი კიდე ადამიანს ბევრ რამაზე საუბარი შეუძლია, ფიქრს, განსჯას, ჩაღმავებას. რამდენად აქვს პრაქტიკული დანიშნულება? ძალიან დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, იმიტომ რომ ეს მე როგორც სულიერ არსებას მეხება ვერ ნახავთ ჩემს არსებაში რაიმე ისეც, რასაც ეს სიკეთე არ ეხებოდეს და ბოროტება არ ეხებოდეს. და თუ მე ჩემთვის ღირსება არის ადამიანობა ღირსება უნდა იყოს. თუ ადამიანმა შეიძლება მოახერხოს ცხოველივით იცხოვროს. ძალიან ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აი ეს ტერმინი რო ვიხმარო უცხო ამ სამყაროსათვის უცხო არსებები ზეციდან მოვლინებული, რომლებსაც ჩვენ გვაქვს გარეგანი ფორმა ისეთი, რითაც ჩვენ თითქოს სკაფანდრივით გაცვია უცხო გარემოში რომ მოხდეს სკაფანდრს რო ჩაიცმევ. აი ეს სკაფანდრივით გვაცვია რომ შევეგუოთ აი ამ გარემოს და ამ გარემოში ვიარსებოთ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არა ვართ ეს მიწიერი არსებები უბრალოდ და მე თუ და ეს არის ადამიანი ზუსტად. ადამიანი მე ვგულისხმობ ადამიანში ღმერთის ხატს, რომელსაც ევალება გახდეს მსგავსი. თუ ადამიანი ესეთი რამეა, ათეისტური შეხედულება სხვანაირია, ხო? ათეისტური შეხედულებაა, რომ ადამიანი არის ბიოლოგიური არსება, რომელიც განვითარდა ცხოველისაგან. ევოლუციის საშუალებით. ქრისტიანობა არ უარყოფს ევოლუციას, არც ადასტურებს. ქრისტიანობისათვის არა აქვს მნიშვნელობა. ადამიანი ევოლუციის ნაყოფია
თუ პირდაპირ მიწიდან მოზელილია. ბიბლიაში კი წერია რომ ადამიანი მიწიდან არის მოზელილი, მაგრამ ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწე იმასაც ამბობს, რომ ეს მიწა იყო პირდაპირ თიხა თუ ბიომასა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. გესმით, ხშირად დაინახავთ, ხო, არის ხოლმე კამათი რა კრეაციონისტებსა და ევოლუციის თეორიის მიმდევრებს შორის და არის ხოლმე კამათი, რომ სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი და თქვენ უცებ შეიძლება გვაგიჩნდეთ განცდა, რომ კრეაციონისტები სწორი არიან და ესე იგი ევოლუციონისტები არა. კრეაციონიზმის და ევოლუციონიზმის თავისთავად შეიძლება იყოს უღმერთო და ერთის და მეორეც იყოს ქრისტიანული სოფხედელობის მატარებელი მეტნაკლებად. მაგრამ თუ რომელიმე მხარეს აშკარად დავიჯინებთ, სწორი არ ვიქნებთ, ქრისტიანობისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხას უსვამო. ადამიანი მიწისაგან მოიზილა თუ ცხოველისაგან მოიზილა. თავარია ქრისტიანისათვის ის, რომ ადამიანი მოიზილა, ანუ ადამიანმა ფორმირება მიიღო და უკვდავი სული ჩაუდო ღმერთმა, როგორც ბიბლიაში წერია. გესმით ისეთ თქმამი? ხო და თუ ადამიანი და აი ეს ხდება უკვე ადამიანი. თუ ადამიანი ხდება ბიოლოგიური არსება, მაშინ როცა მასზე ღვთისხელია, ღვთისსულია და მაშინ უკვდავი სული. აი ეს იწოდება ადამიანად და ადამიანი უკვე რადაც იწოდება ქრისტიანობის მიერ არის არსება, რომელიც თავის თავში ატარებს მარადისობას, შემოქმედებითობის უნარს, იგი არის პიროვნება და ყველა ის საოცარი თვისება აქვს, რაც აქვს ღმერთს. და აქედან გამომდინარე, ყველა ეს რაც ჩამონათვალია უშუალოდ გვეხება ჩვენ, იმიტომ რომ თუ რომელიმე მათგანი ჩვენში არ არის, ჩვენ ადამიანობას აქვს ხარვეზი. ჩვენი ადამიანური არსება არასწორად მუშაობს. და შეიძლება დაიწყოს გადაგვარება. და ადამიანის გადაგვარება ძალიან საშიშია, იმიტომ რომ მაგალითად, როგორ უნდა გადაგვარდეს ძაღლი. შეიძლება იყოს ერთგული, ცოტა ნაკლებ ერთგული, შეიძლება ავი, ნაკლებ ავი, შეიძლება თქვათ გულადი ძაღლი იყოს, შეიძლება შიშარა ძაღლი იყოს, მაგრამ ძაღლი როგორც არ უნდა გადაგვარდეს და როგორც არ უნდა განვითარდეს. ძაღლობის ჩარჩოებიდან ხო ვერ გავა? გავა? ვერ. აი, წაბედი დაიბადა, ძაღლი ვარ. ძაღლობა არის მისთვის ყველაზე დიდი ღირსება და ბედნიერება. ხო და მის ძაღლობას არაფერი არ ემუქრება, გამიგეთ, როგორც არ უნდა მოიქცეს. ასევე ცხენია, როგორც არ უნდა მოიქცეს, ეხლა ის ვერც ვირი გახდება და ვერც ესე იგი ფარშევანგი. ვირია და დამთავრდა, უბრალოდ ცხენია, თუ ცხენი თუ ვირით კი აღარ მახსოვს. რა მნიშვნელობა? ანუ ნებისმიერი ბიოლოგიური არსება ესეა. ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც თუ სწორედ არ მოიქცევა, შეიძლება ადამიანური სახე საერთოდ დაკარგოს. რატომ? ქრისტიანული პასუხი ესეთია, რომ ადამიანი არის ქმნილების, მთელი ქმნილების, მთელი ყოფიერების გვირგვინი და საკუთარ თავში ყველაფერს მოიცავს. რადგან ყველაფერს მოიცავს და თან უყურე ყველაფერს მოიცავს არსებითად და პლუს ეს არსება არის პიროვნული არსება, რომელიც თავისუფლებას ატარებს და თავისუფლებას უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების შესაძლებლობას, მოდი ასე ვთქვათ, თავისუფლების შესაძლებლობას ატარებს უპირველეს ყოვლისა თავისუფლებას საკუთარი ბუნებიდან. საკუთარ ბუნებას არ დაემორჩილება. ქრისტიანობაში ეს პრაქტიკა მუდამ არის, როცა ადამიანი გაცნობიერებულად ცხოვრობს ქრისტიანულად, აი თქვათ მარხვა, ეხლა მარხვის პერიოდია. თქვენ რა გონიათ, რომ ღმერთისთვის ღმერთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ რა შეჭამ? როგორ ფიქრობთ ესეა? მაგრამ შენ ახლა შემწვარ შეჭამ თუ ლობიოს თქვენ ფიქრობთ, აუ ესე იგი ღმერთი შეხედავს, აუ ამან ესე იგი შემწვარი კვერცხი ჭამა, მორჩა ეს უკვე საზღარი არსება. ესე ფიქრობთ? აბა რა არის მაშინ მარხვა? მარხვა სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ერთ-ერთი იცით რა არის? კუჭზე და გემოთ მოყვარეობაზე გამარჯვებით გასწავლის 2000 წლოვანი სკოლა ღმერთთან ურთიერთობის, ანუ ეკლესია, რომ უნდა მოერიო საკუთარ თავს და ყველაზე ადვილით გაწყებინებს. ანუ გასწავლის პიროვნულად როგორ გათავისუფლდა საკუთარი ბუნებიდან. აი თვითნება, თვითრჩული ადამიანი არ იყო. არამედ იყო ღირსეული, თავისუფალი არსება. და როცა ადამიანი აი ამას აცნობიერებს, ესე იგი რასთან გვაქვს ადგილი? ესე იგი მე მაქვს ბუნება, რომელიც ყველაფრის გვირგვინია და ყველაფერს მოიცავს და ვარ პიროვნება, რომელსაც ეს ბუნება უნდა ეკუთვნოდეს და თუ მე პიროვნულად, ანუ ჩემი თავისუფლების უნარით ავირჩევ არასწორ მიმართულებას,
ეს ბუნება ისეთ დიაპაზონს ფლობს, რომ ნებისმიერ დიაპაზონში შეიძლება გაჩერდეს. ეს დიაპაზონი ძალიან დიდია, ხშირად მithქვავს ხოლმე ესეც სიტყვა ღორიდან ანგელოზამდე. თქვენ უშვებთ ამას თეორიულად, თუ ადამიანი შეიძლება თავის ცხოვრების წესით ღორს და ემსგავს, და შეიძლება ანგელოზივით იყოს, უშვებთ? ღორობიდან შეიძლება მიაღწიოს ანგელოზობას და პირიქითაც. ეს დიაპაზონი ისე უფრო დიდია, ისე რომ იცოდეთ. ღორის ქვემოთ ეშმაკია. ანუ ადამიანი ხო მარტო ხორცელი არსება არ არის, ანუ დემონური მდგომარეობიდან ღმერთამდე, ანუ ანგელოზე უფრო მაღლა. იმიტომ რომ ქრისტიანობა ჩვენ გვასწავლის, რომ ადამიანი ანგელოზე უფრო დიდი აქვს თავის პოტენციით. ხედავთ ამ ხელა დიაპაზონია. ოღონდ ამ დიაპაზონში სადგა ჩერდები, ეს შენზეა დამოკიდებული. აი ჩვენ როცა დახეთ სიცოცხლე შევეხეთ, ხო? მორჩილება შევეხეთ. ეხლა თქვა თავისუფლებას ვეხებით უცებ. რომელიც სიკეთის ერთ-ერთი გამოვლენა, ან ნაწილია, ან შემადგენელი, არ ვიცი როგორ, ან სინონიმიც, მოდი ესე ვთქვა, სიკეთის. ყველაფერი ერთმანეთს მოიცავს. ნახეთ თავისუფლება თურმე რა თემებს ეხება და სადამდე მიდის. რომ შენ ამ დიაპაზონს გაძლევს, თავისუფლებას გაძლევს და შენი ნება სად იქნები და ქრისტიანობა ესე გასწავლის, შენ ხარ ისეთი, როგორიც გინდა რომ იყო. და რა ისეთი რომ თითქოს ესე იგი სხვა გაიძულებს რომ ესე არა შე როგორიც გინდა ზუსტად ისეთი ხარ. მე ჩემ თავზე ვამბობ ძალიან კარგად ვიცი მე რომ არასწორად ვიქცევი და ცუდად ვიქცევი მე ვიცი ესე იმიტომ ვიქცევი რომ მე მინდა ესეთი მდგომარეობა. აი თავისუფლების თემა რა ხერა საოცარ სიღრმეებში ჩადის. და როდესაც შენ არასწორ არჩევანს აკეთებ და შენ თავისუფლებას ანუ ამ იარაღს არასწორად იყენებ, ძალიან საიშვიათო რომ ძაღლად დარჩება, როგორც რა დიაპაზონშიც არ უნდა იყოს და სხვა ცხოველიც, მაგრამ ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ადამიანობის საზღვრებიდან გავა და რაღაც ცხოველს დაემსგავსება. და რა თქმა უნდა საშიში მდგომარეობა, თუ ჩემთვის ღირსება ადამიანობა, მე ძალიან უნდა გავუფრთხილდე ამას. ძალიან ადვილია. ადამიანის გადაგვარება. ეხლა უცებ გამახსენდა ქარჩხაძეს წიგნი მდგმური თუ გაქვთ წაკითხული. ჯემალ ქარჩხაძეა, ხო? ხო, მასაც ესეთი მე გირჩევთ ახალგაზრდებს წაიკითხოთ. მე ახალგაზრდებს ჩემი სულიერ შვილები რომ თქვენი ასაკის სულიერ შვილებს ურჩევ ხოლმე რომ მისი ეს ნაწარმოები მდგმური წაიკითხოს. აი როგორ შეიძლება როგორ იწყება ადამიანის გადაგვარება. როცა შენ პიროვნულად ვერ აკონტროლებ საკუთარ ბუნებას, ვერც ხორცს, იმიტომ ადამიანის ბუნება მარტო ხორცსაგან არ შედგება, ეს კიდე ერთი სირთულეა. ადამიანის ბუნება შედგება სულისაგანაც. შეიძლება მოგოჩვენოს, რომ ესეთი რამეა, რაც დიდი არაფერი არ მოხდა ეხლა პრინციპში, მაგრამ სულზე ძალიან ცუდად იმოქმედოს და პირიქით. ანუ იქ ძალიან კარგად აქვს ჯემალს გაკეთებულია ეს ადამიანის უკონტროლობა, საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს, არ იცის, ეხლა იქ ჩანს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს ღირებულებები ქრისტიანული და საცდური ისე მიუახლოვდება, სინდისი კი აქვს, ცოტა აწუხებს, მაგრამ მაინც ვერ აკონტროლებს ბოლოს როგორ იწყება მისი გადაგვარება და სადამდე მივა, როგორ უბედურდება. ძალიან საინტერესოა. ამიტომ ძალიან საფრთხილოა ჩვენ ადამიანობას ძალიან უნდა გავფრთხილებ. აი ესეთი გამოთქმა აქვს რუსებს. კიდე რომ ადამიანი გააფუჭო, მიეც იმას თანამდებობა. ნახე რა უცნაური რაღაცაა და ეს მართლაც ესეა, რეალობაში ეს ძალიან მუშაობს. ადამიანი შეხედავ, მართლა ანგელოზივით არის, უწყინარი, კეთილშობილი, მეგობრული, ესე იგი, კარგი შენს გვერდში მდგომი. უცებ, ესე იგი, ან თანამდებობა მისცეს, მე ფული იშოვა და ესე კაცი გაფუჭდა. ადამიანს აღარ აგავს. ყველაფერი დაიწყა თუ რამე ღირსება ქონდა. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ვერ გააკონტროლა საკუთარი თავი. მე გითხარით რომ ეს ყველაფერი არა მარტო ადამიანს, არამედ ღმერთს ეხება. ღმერთი არის სიკეთე, ღმერთი არის სიცოცხლე, სიყვარული, სინათლე, სიმართლე. აი სიმდაბლე ვახსენეთ, ხო? 7 ვარდამ დაბალგულითა. აი ღმერთი როგორია ღმერთი? ძალიან კარგად გვაჩვენა ქრისტიანობამ, იმიტომ რომ რადგან ღმერთი ადამიანად მოვიდა, ჩვენთვის უფრო თვალი დასანახავი, ხელშესახები გახდა თუ რა თვისებები აქვს ღმერთს, იმიტომ რომ მან როგორც ადამიანმა მოიტანა ჩვენამდე ეს თვისებები ჩვენთვის გასაგებ ენაზე.
ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ საღვთო თვისებები. ზნეობა, აი მაგალითად ქრისტე როცა ანუ ადამიანად მოსული ღმერთი, რომელიც ყოვლის შემძლე არსება, როგორ იბრძვის ბოროტების წინააღმდეგ. ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის არა ძალმოსილებით. თქვენ სახარებაში ვერ ნახავთ, რომ ქრისტე თავს იცავს. სახარებაში ვერ ნახავთ, რომ ის თავისი სიტყვის დამკვიდრებას ძალმოსილებით ცდილობს. კი, იქ ნახავთ გარკვეულ სასწაულებს ის ახდენს, მაგრამ ამ სასწაულს ორი მიზნით ახდენს. ან პედაგოგიური მოსაზრებით და ან ვიღაცა რომ ძალიან შეეცოდება და დაეხმარება. არსად არ ახდენს ქრისტეს სასწაულს იმისათვის, რომ თავისი ძალმოსილება, თავისი მდგომარეობა ფიზიკური ძალმოსილებით განამტკიცოს. არსად ესეთ რამეს არ აკეთებს. და მას ეს შეგნებულად შვება, იმიტომ რომ მას სურს, რომ შენ თავისუფლება არ შეგილახოს და შენ მისი მიმდევარი გახდე არა იმით, რომ რეალობა დაგანახა, შეაზანზარა მთელი სამყარო და სხვა რა გზა გაქვს, არამედ თავისუფლად და გარდა ამისა მას სურს ბოროტება დაამარცხოს არა ძალმოსილებით, არამედ ზნეობით. ამიტომ ქრისტე გვაჩვენებს ზნეობრივ სრულყოფილებას, სიმართლის სრულყოფილებას, სადაც იგი არც სიმართლეს და არც ზნეობას ძალმოსილებით არ ეხმარება. ამიტომ ადის ის გოლგოთაზე. მაგრამ გოლგოთაზე ქრისტე ზნეობრივად იმარჯვებს, ხო გესმით? ძალიან ხშირად ეს არ ესმით ხოლმე. მაგალითად, მე ვიცი ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ათეისტი პედაგოგი სულ ეხლა ხან რა. ესე ასწავლიდა სტუდენტებს, რომ ქრისტიანობას დასცინოდა. იმიტომ რომ ნიჩშიანელი იყო, ნიჩეს მიმდევარი იყო და როგორ შეიძლება იყო ნიჩშიანელი, იმიტომ რომ ნიჩემ თავის თავს ვერ უშველა და თუ არსებით თვითმკვლელობით დაამთავრა და როგორ შეიძლება მისი მიმდევარი იყო, მაგრამ ნუ არის თქვა ადამიანი და ესეთ რამეს ამბობს, რომ ქრისტიანობას რას ადრესო, აი თქვა რინგია და ვიღაც უზარმაზარი ერთი მძიმე წონის უზარმაზარი მოკრივე და სუსტი ადამიანი გავიდეს და იცის რომ წინასწარ იცის რომ დამარცხდება რა თქმა უნდა. გადის დამარცხდება და მე ამ სუსტისაგან კერპს ქმნიან. და რა შედარება, რა სისულელია. ჯერ ერთის ქრისტე არ იყო სუსტი, ქრისტეს ძალმოსილება ასევე ჩანს სახარებაში, რომელსაც ის არ იყენებს, მაგრამ აქ საქმეც იმაშია, რომ ნიჩსესათვის ღმერთი მოკვდა. იმანო თქვა, რომ ღმერთი მოკვდა მისთვის პირველ რიგში. და ხედავდა რა თქმა უნდა უღმერთო კაცობრიობას და მათთვისაც, მას მართლა არ წამო. რადგან ღმერთი არ არის მისთვის, მაშინ არ ზნეობა არ არსებობს. ზნეობის იმ გაგებით, ანუ ზნეობა, რომელიც იკვებება პირდაპირ ღმერთისაგან. რადგან ღმერთი და ზნეობა არ არის ადამიანის ფიზიკური გამარჯვებაცა და ფიზიკური დამარცხებაც არის გამარჯვებას და დამარცხებაც. ამიტომ მან შექმნა ზეკაცის თეორია, ხო იცი? ანუ ფიზიკურად ვიმარჯვებ, ესე გამარჯვებული ვარ, ფიზიკურად ვმარცხდებ, ესე დამარცხებული ვარ. ხა ჯვარი გვწერია, ძმებო და დებო. რომ ჩვენ ესე ვფიქრობდეთ. ეს ცით რას ნიშნავს? ადამიანის სახეს კარგავს. მაშინ ეს ნიშნავს მაგალითად რას, რომ ილია ჭავჭავაძე დამარცხდა და ბერბიჭაშვილი გამარჯვებულია. რომელიმე ჩვენთაგანმა შეიძლება ესე იფიქროს? ეს იმას ნიშნავს, რომ სამასი არაგველი დამარცხებულია და ის სპარსეთის ლაშქარი გამარჯვებულია. და ასე შემდეგ და ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა გიორგი დამარცხებულია და დიოკლეტიანი გამარჯვებულია. და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვახტანგ გორგასალი დამარცხებულია და ის მოღალატე, რომელმაც ის არის ესულა გამარჯვებული. და მაშინ ესე იგი ვიცხოვროთ ის, როგორც დოსტოევსკი ამბობს, საოცრად ამბობს. ერთ-ერთ რომანში მე აღარ მახსოვს რომელში. ადამიანი, რომელსაც ზნეობრივი ნორმები არ აქვს და მით უმეტეს ურწმუნოა, ხო? ესეთი ადამიანი გავს კბილებიან ხორცს. რომელიც ჩვენთაგანს უნდა რომ კბილებიანი ხორცი ვიყოთ. ხო გესმით კბილებიანი ხორცი რა არის? რომელიც მაგრამ უჭამს და ბიოლოგიური არსებობისათვის არსებობს. და თუ ესი არ არის, მაშინ ზნეობა საოცარი რამეა. იმიტომ რომ ზნეობრივი გამარჯვება არის გამარჯვება და არა ფიზიკური გამარჯვება. და მე თან საოცრება ის არის, რომ ადამიანი ხო რაც არ უნდა ფიზიკურად იმარჯვებდა, ხო მაინც კვდები. აგერგაზო ნიჩეს ყველაზე თეორიის ყველაზე დიდი რეალიზატორი ვინ იყო, ხო იცით? ადოლფ ჰიტლერი. თუ მოკვდა, ეს არის საოცრება, რომ ადამიანი აუცილებლად მოკვდება და საცოდავად მოკვდა ჰიტლერიც, ხო, საცოდავად. და ამ დროს ეს თეორიები როგორ აბრუებს ჯერ კიდევ ცოცხალმყოფ ადამიანებს.
და რატო აი ისევ სიკეთეს და ბოროტებას დაუბრუნდები ნახეთ ადამიანი რომელიც შედის აუდიტორიაში და ახალგაზრდებს რომლებმაც ჯერ არაფერი არ იციან თქვათ ან ეხლა იწყებენ ცხოვრების გზას და ლექტორი ხარ და შენი ავტორიტეტით ცდილობ ახალგაზრდებს ტვინი გამოურეცხო ნიცშეს თეორიით და უმტკიცო რაღაც სისულელეები და რითაც ხას უსვალ ყველაფერს ღირსებას სიცოცხლეს ზნეობას და ამყარებ კულტს ძალისას მაშინ ადამიანისგან აღარაფერი აღარ რჩება და გავიწყდება რომ ვინც ეს თეორიების შექმნა დღეს იმათი ძოლებიც აღარ არის თუ ადამიანს არასწორად ესმის სიკეთე და ბოროტება შეუძლებელია რომ მან ცხოვრებაში სწორი ორიენტირები აი მას შეუძლებელია მას ცხოვრებაში სწორი ორიენტირები ქონდეს ეს აბსოლუტურად გამორიცხული მაგრამ იმისათვის რომ ადამიანს არ შეეშალოს აი ამ არჩევანში რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება რა თქმა უნდა არის მოკლე პასუხი ძალიან მოკლე ხა მე კი ეს ჩამოვწერე მაგრამ ნებისმიერ თემაზე ხო სიკეთე სიცოცხლე სიყვარული სინათლე სიმართლე ღირსება ყველგან შეიძლება არასწორი ყველაფერს შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია და განმარტება მიეცეს ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს თან ადამიანი ისეთი საოცარი არსებაა რომ აი მარჯვენა გრაფაში რაც არის ბოროტება ხო სულ რომ ისე ცხოვრობდეს აუცილებლად ექნება სიკეთის აი ესე იგი ადამიანი რომელიც მარჯვენა გრაფაში რაც არის სულ იმით ცხოვრობს მაგრამ გარეგნულად ექნება მარცხენა გრაფაში არსებულის ნიღაბი ყველა შემთხვევაში ხო ხდებით ამას რომ ესე გიტლერზე რამდენიმე ფილმია ფოტოშორის აი ბევრი ფილმია ძალიან საინტერესო ერთი ფილმია მისი ბოლო პერიოდის სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდია ბუნკერში როა იქ და იქ არის ერთი ადამიანი და სხვათა შორის მე ეს დოკუმენტურ კადრებშიც მაგ ნანახი რომ მართლაც ესეა იქ იყვნენ მდივნები ან თუ რომელიც ეხმარება უბეჭდავს იქ რაღაც ან ერთგულნი ახალგაზრდა ქალი იყო შეიძლება გოგონაც რომელსაც გულწრფელად ჯერა რომ გიტლერი არის კეთილშობილი ადამიანი და თელი ერთგულებით ემსახურება და მისი სახით სამშობლოს ემსახურება. ნახეთ რა უცნაურია. რატო? იმით ჯერ ერთი რომ ამ ქალს არ ქონა სწორი ორიენტირები. ვითაც ის გამოც ის ვერ ხვდებოდა რა არის სიკეთე რა არის ბოროტება და მეორე თავად გიტლერი იკეთებდა ნიღაბს. სიკეთის ნიღაბს. ეს არის საოცარი ფენომენი, ანუ ადამიანი რაც არ უნდა ბოროტებაში ცხოვრობდეს, აუცილებლად სიკეთის ნიღაბს იკეთებს. და წარმოიდგინეთ რა და ყველაზე ესეთი ცნობილი სახე, რომელიც ჯერ არ გამოჩენილა ისტორიის ასპარეზზე, ანტიქრისტე, რომელიც ისეთი ბოროტება იქნება, რომლის მსგავსი ჯერ არ დაბადებულა. მაგრამ ისეთი ნიღაბს გაიკეთებს სიკეთისას, რომლის მსგავსი ნიღაბი ჯერ არავის არ გაუკეთებია. ამიტომ ქრისტე გვაფრთხილებს, რომ თვით ქრისტიანებიც კი ცდუნდებიან, რომლებმაც იციან ზუსტად იციან ის ნიშნები, რითაც უნდა გამოიცნონ ანტიქრისტე. ზუსტად იციან. მაგრამ მაინც ვერ გამოიცნონ. მრავალი ადამიანი ვერ გამოიცნობს. მათ შორის სასულიერო პირები ვერ გამოიცნონ. და მიზეზი ძალიან მარტივია. ადამიანებს არ აქვს სწორი ორიენტირება. და ზედაპირულად უყურებენ და ზერლეთ უყურებენ იმას თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. და ყველაზე მარტივი პასუხი თუ რომ განიმარტოს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, მდგომარეობს შემდეგში. სიკეთე არის ღვთისათვის მოსაწონად ცხოვრება, ღვთისათვის სათნო ცხოვრება და ბოროტება ღვთისათვის არასათნო ცხოვრება. ესე იგი იმისათვის რომ გავიგო სიკეთეში ვარ, ან მთელი თავისი ჩამონათვალით თუ ბოროტებაში, მე უნდა ვიცოდე რა მოსწონს ღმერთს, რა უნდა ღმერთს და რა არ მოსწონს და რა არის მისთვის მიუღებელი. ეს რას ნიშნავს? ესე იგი მე უნდა ვიცოდე თუ ვინ არის ღმერთი და როგორია იგი. ანუ მე უნდა ვიცნობდე მას. ვერანაირი წიგნით, მხოლოდ წიგნით, მე ვერ გავიცნობ ღმერთს. შეუძლებელია სახარება წავიკითხე, ტაძარში წავედი, წიროლოცვას დავესწარი, სანთელი დავანთე, შეიძლება აღსარებას თქვი და ვეზიარე, აჰა, მე უკვე ღმერთს ვიცნობ, ესე მარტივად არ არის. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის გარეგანი. გარეგნულად წავიკითხე, გარეგნულად მოვისმინე, გარეგნულად საიდუმლოებას მივიახლე, ასე შემდეგ.
ეს არ არის საკმარისი რომ ღმერთი გაიცნო. ადამიანი აიღეთ, აი მეორე ადამიანი, აი ცოლ-ქმარი ავიღოთ. ცოლ-ქმარი შეიძლება 10 წლები ერთად ცხოვრობდნენ და ბოლომდე ერთმანეთს კიდე არ იცნობდნენ. მეგობრობა ავიღოთ. შეიძლება რამდენიმე წელი ერთმანეთს ხედავთ, უყურებთ. ერთ საქმეშიც ყოფილხართ, რაღაცას აკეთებთ, გვერდშიც დადგომი ხართ. ძალიან ხშირად გექნებათ ის განცდა სამწუხაროდ, რომ გული გეტკინებათ, რომ თურმე ეს ადამიანი არ გცნობია. ძალიან ძნელია ადამიანის გაცნობა. იმიტომ რომ ადამიანი გარდა იმისა, რაც არის გარედან, რაც არის ფიზიოლოგიურად, რაც არის თავის ნერვული სისტემით და შემდეგ კიდე არის აბსოლუტურად მიუწვდომელი, მოუხელთებელი პიროვნება, რომლის გაცნობა ძალიან რთულია. და თუ რთულია გაიცნო ადამიანი, რომელსაც ხედავ, რომელიც ჩვენს გვერდზეა, რაოდენ რთულია გაიცნო ღმერთი. და რაოდენ რთულია შენი ცხოვრების ეს ყოველ წამში და ყოველთვის, ყოველ სიტუაციაში იცოდე და მიხვდე რა სურს მას შენგან და რა სიტყვობს ის შენგან. ასე რომ იმისათვის თუ ჩვენ სიკეთესა და ბოროტებაში ვიყოთ, სიკეთე და ბოროტება გავარჩიოთ და ავირჩიოთ შეგნებულად სიკეთე. ანუ იმისათვის რომ ჩვენ გვერდქვას ადამიანი ამ სიტყვის დიდი გაგებით, იმისათვის რომ ჩვენი ადამიანური პოტენციის სრული რეალიზება მოვახდინოთ და აქედან გამომდინარე, როგორც ადამიანები ვიყოთ ბედნიერნი, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერებას ეძებდეს იქ, სადაც ბედნიერება არ არის. წეგანას თქვი, ნარკომანი, რომელიც წამლის ასაღებად მიიჩქარის და ერთი სული აქვს, როდის აიღებს წამს. არ გვინდა რაღაცა ნარკომანს რა გადავეკიდე. ადამიანი, რომელსაც შია და სახინკლეში მიდის და ხინკალი ელოდება, თავისთავად არის ხო, აი ის ცოდვაა და ხინკლეში ამახო ცოდვა არ არის ხსნილში. ხო, იმ მომენტში მას ისეთი სიხარულის განცდა აქვს, რომ შეიძლება ეგონოს თუ თვითონ ბედნიერია, მაგრამ კარგად თუ ჩაუფიქრდეს, როგორ შეიძლება შია სახინკლეში მივდივარ და აი ამ პროცესს სანამ პირველ ხინკალს ჩავკბიჩა და ერთ კათხალუს დავაყოლებ, აი ამ სიხარულს მე ბედნიერება უწოდო, ამის თქმა ხომ არ შეიძლება. მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება ადამიანმა სწორედ ესე იცხოვროს. ანუ ზუსტად უნდა ვიცოდე, ჩემი ადამიანური ღირსებისათვის რა არის ბედნიერება. არა ხორციელი უბრალოდ, რაღაც სხვა რაღაცა. და როდესაც მე სწორი არჩევანი არ მექნება და სწორი ორიენტირები ვერ მივხვდები ამას და ვერც ბედნიერი ვიქნები როგორც ადამიანი. როგორც ცხოველი კი, როგორც ადამიანი ვერ ვიქნები ბედნიერი. და აქედან გამომდინარე, ვერ მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას. მერე გავა ეს ცხოვრება და მოვა ის ბოროტება, რასაც სიკვდილი ქვია. კიდევ ერთი ნიუანსი აქვს, მე მინდა გითხრათ, აი სინათლე და სიბნელე რო დავწერე. თითქოს მატერიალური კატეგორიებია, მაგრამ შეგნებულად ჩავსვი და რატო? მე შემიძლია აი ამ ესე იგი სის თავში სიკეთე კი არ დავაყენო სინათლე და სიბნელე. ეხლა რატო ჩავსვი ეს? ფიზიკურ პლანში განვიხილოთ, ფიზიკური სინათლე განვიხილოთ. რა არის ფიზიკური სინათლე, ხო იცით? ფიზიკური სინათლე არის მატერია, ხო იცით? ხო თუ არ იცით? როგორი ბუნება აქვს, ხო იცით? თორე გული გამისდა მეთქი ახლა. თუ ფიზიკური სინათლე არის, ხალხმა სულიერ სინათლეზე როგორ ველაპარაკო. ანუ სინათლე არის მატერია. სიბნელე თუ იცით რა არის? ეს მატერია ხო არ არის? მატერია, ხედავთ, ესე იგი, ნახეთ, თავში რატო დავსვი? სინათლე და ესე იგი, სიბნელე, სინათლე არის მატერია, ანუ არსი აქვს, ხო? მატერიალური არსი. სინათლეს აქვს არსი, ხო? სიბნელეს არსი არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რაღაც ჩამონათვალში თუ ჩამოყვებით, მსგავსი რაღაცა შეიძლება მოვიძიოთ ყველგან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე ცხოვრობ სიკეთეში, მე ვცხოვრობ არსში და ეს არსი ცოცხალი ღმერთია. ხოლო მე თუ ვაკლდები, ჩემში თუ კლებულობს ღვთაებრივი არსი, ანუ ქართულად რო ვთქვათ, ძალიან გულიანად რო ვთქვათ, თუ ჩემში კლებულობს მადლის მოკლებასთან ერთად შემოდის სიბნელე. ხო, ბუნებრივი, როგორც ფიზიკურ სინათლეში და ისადგურებს ბოროტება. მაგრამ მადლი ფიზიკური სინათლისაგან განსხვავებით არის ცოცხალი არსება, ანუ ღმერთი. მე ცოცხალი ვარ. ესე იგი იმისათვის რომ მე
ვიყო სიკეთეში, უნდა ვიყო ცოცხალ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაში, რომელიც არის ან ესე იგი ანი და ჰოე, მოდი ესე ვთქვათ, ქრისტიანობისა. ქრისტიანობა სწორედ იმიტომ არსებობს, ქრისტიანული რელიგია. ეს არის 2000 წლოვანი სკოლა ქრისტესთან ღმერთთან ურთიერთობის. თუ ქრისტიანობა, ეკლესიურობა ესე არ განიხილება და თუ ქრისტიანობა და ეკლესია განიხილება როგორც სულიერი მოთხოვნილებების აღსრულების საამქრო, იქ იცოდეთ ქრისტიანობა არ არის. იქ კვდება ქრისტიანობა. ეს არ არის რაღაც რიტუალების აღსრულების რაღაც შეკვეთების რაღაც საამქრო. არამედ ეს არის სკოლა. ანუ რას ნიშნავს სკოლა? ისწავლება. ანუ ცოდნა უნდა მივიღო. ანუ უნდა მასწავლონ და თუ მე ეკლესიაში არავინ არ მასწავლის, თუ რას ნიშნავს ვიყო ქრისტიანი და მხოლოდ გარეგნული წესების აღსრულებისაკენ, რაღაცების შესრულებით და რაღაცების აგრძალვისაკენ მიმითითებენ მხოლოდ, იქ სკოლა არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ მადლი იქ არის. ანუ მე ხლა ვამთავრებ როგორც უკვე მღვდელი, იმისათვის რომ ვიყოთ სიკეთეში, უნდა ვიყოთ ქრისტესთან. თუ არ ვიქნებით ქრისტესთან. ერთ რაღაცას ვიტყვი და ყველაფერი გასაგები იქნება. მოდი თქვენ ხართ აუდიტორია, ეს იმედი ეს არ არის, მაგრამ დაუშვათ, თქვენ ხართ აუდიტორია, რომელსაც არაფერი არ აწამს ამ ქვეყანაზე. არც გაუგია. თქვენ ხართ ის ბავშვები, რომლებიც გაიბადებოდნენ თქვა დაახლოებით 80 წლის წინ საბჭოთა კავშირში. რა ბატო 80, აგე მე 52-ის ხდები და ჩემი ბავშვობა კი არა, უმაღლესი სასწავლებელიც ისე დავასრულე, რომ ჩემთვის ღმერთი იყო, აი დღეს ახლა გვილაპარაკია იუპიტერზე ან ნეპტუნზე, ხო? პლანეტაზე ან რაღაცი გალაქტიკაზე. აი ესე იყო რა, აბსოლუტურად ეს იყო განყენებული ცარიელი თემა. ქრისტეზე გვილაპარაკ, რომელიმე ავსტრალიის შტატის რომელიმე გუბერნატორზე ვილაპარაკეთ დღეს ჩვენ ახლა. აი ესე იყო განყენებული თემა. აი ესე დავამთავრე, თქვით უმაღლესი სასწავლებელიც კი ვიყავი 20 წლის. ეს იყო კატასტროფა რა თქმა უნდა. აი ესეთი ბავშვი ხართ ახლა თქვენ დაუშვათ. და უცებ მოვედი აი 60-იანი, 70-იანი წლების უმაღლესი სასწავლებელი და როგორი ლექტორები ყავდა, მაგალითად შემოდიოდა ჩვენთან ლექტორი და ამბობდა, მე ვარ ერთი წყეული სვანი და უნდა გასწავლოთ ათეიზმი. ესე ამბობდა ხოლმე. ღმერთმა უშველოს არა. ო ესე მე ვარ წყეული სვანი და ათეიზმის ლექტორი ვარ და უნდა გასწავლოთ რომ ღმერთი არ არის. ნუ კატასტროფა იყო. მარქსიზმს გასწავლე, საშინელება, დასინოდნენ ქრისტიანობას, რელიგიას. ეს ისინი მარტო ეს კი არ დასინოდა, ვისაც შინაგანად უნდოდა დაეცინა. ანუ ყველა დასინოდა თითქმის, იმიტომ რომ იდეოლოგია იყო ესეთი. მე ვიცი თავზე გამოსთილი, მაგრამ აი წარმოგიდგენთ აი ასეთ აუდიტორიაში, რომელსაც არაფერი არ გაუგია და თუ რამე გაუგია ლეო ტაქსილის გაშარჟებული სახარებიდან და ბიბლიიდან და რაღაც კოშმარი იყო. მოდის ადამიანი და გეუნებათ. იცით? დამტკიცდა უკვე ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა და აღიარა, ბრეჟნევი იყო მაშინ, ღმერთმა იმასაც უშველოს ბრეჟნევსაც. დაამტკიცა, რომ ღმერთი არის, არსებობს. კი, მართალია გაგარინმა ვერ ნახა. თქვენ გეცინებათ მაგალითად, მაგრამ მე ერთ სასულიერო პირს ვიცნობ, რომელიც ჩემზე დიდია კიდე და ჯარში იყო და ჯარში გახდა მორწმუნე და გადავწყვიტა რომ რუსულ ჯარში ფიცი არ დაედო. ხო და ნუ ეს იცით რას ნიშნავდა რომ ეს ნიშნავდა რომ მისულიყავდა ლენინის ძეგლისათვის გესროლა რაღაც. ანუ ეს აბსოლუტურად გამორიცხული იყო და თან ის იყო კეთილშობილი ადამიანი რომ მორწმუნე კაცი როგორ მაშინ იყო მორწმუნე როგორი კეთილშობილი იქნებოდა წარმოიდგინე იმ გარემოში და თვალების სიხარულით ქონა სავსე და უხარია მორწმუნეს უხარია ყოველთვის და მოწესრიგებული ასაც ეუნებიან ავაკეთე დისციპლინას არ არღვევს და რაღაცა მაგრამ ფიცის დადების დრო მომოვიდა და არ უნდა დადოს ფიცი და ეს იმდენად მოსწონთ რომ შეხვდა ეს გზაში ეს ამას წერილი უწერია დაწერა რომ ესე იგი უარს ამბობს ფიცის დადებაზე მიდის ესე იგი იქ სადღაც ნაწილის უფროსი ზის და იქიდან ამბობს აგზავნიან ამასთან ვიღაც ოფიცერს რომელიც მიდის დავალებით რომ შენ ისეთი კარგი და ისე მოგწონხარ რომ ჩვენ რაღაცის უფროსად უნდა დაგნიშნოთ აქ ხო და ეს ეუბნება ეს აჩერებს რომ არა მე სხვა საუბარი მიდის რუსულ ენაზე რუსული ჯარია მოგეხსენებათ ხო და ეს ეუბნება რომ არა მე ცოტა ხანი მასალა მე სხვა საქმე მქონა და აძლევს ამ პროცესს რომ მე ესე იგი აღარ მინა ფიცის დადება ჩემი რელიგიური მოსაზრებების გამო და ეს რუსი ოფიცერი ახალგაზრდა კაცი იყო ახალგაზრდები იყვნენ ოფიცრებს უყურებს და
რას ამბობო კაცო? გაგარინი ხო იყო და ხო ვერ ნახაო ღმერთი ესე გულწრფელად უთხრა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გაგარინს ესეთ სიტყვები არ უთქვია, ეს არის ტყუილი. გაგარინი საკმაოდ გონიერი ადამიანი იყო და ესეც სისულელეს არ ეტყოდა. ეს თქვა ხრუშოვმა. ხრუშოვმა თქვა, რომ აიო გაგარინი იყო ცაშიო და ღმერთი კი ვერ ნახაო. და მე ამის პერიფრაზირება მოახდინეს, რომ გაგარინმა თქვა ღმერთი ვერ ნახა. სინამდვილეში ეს ხრუშოვის ნათქვამი იყო. მოკლედ აი შემოვიდა ეს ადამიანი და გეუბნებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ კიდევ ერთხელ გაუშვა იქ რაღაცა და მოკლედ ღმერთი არის გითხრათ. და თქვენი შოკი ეს როგორი შოკი იქნებოდა, ეს ახლა წარმომადგენია ჩემი თავი რა შოკი. მეცაც გეტყვი, ღმერთი არაუბრალოდ არის, აი არის თავისთვის, არამედ ის ცოცხალია, გაიგე? ცოცხალია. ეს ვიცით რას ნიშნავს ცოცხალია? ყველაფერი ესმის და თან უყვარხარ. და ეს დარბაზი შოკშია. მე აგძელებს. მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთია. და ძე ღმერთი, ანუ მამის ძე რომელიც ასევე სამყარო ეს ერთი არსებაა, ერთი ბუნება აქვს. სამი ღმერთი, ახლა არ ჩაუღმავდებოდა თქვა ღვთისმეტყველებაში გასაგებია, მაგრამ ეს ეუბნება მარტივად, რომ ძე ღმერთი, რომელმაც მთელი ეს სამყარო თურმე შექმნა, მოვიდა და ქალწულისაგან, მარიამისაგან ხორციელი ბუნება, მოდი ესე ვთქვათ, მიიღოს, იჩუქა ღმერთი. და იესო ქრისტე მართლაც ღმერთია, სამყაროს შემოქმედი, ადამიანად მოსული. და მე ჩვენ გადასარჩენად აი ჩვენთან იცხოვრა, ჩვენ კიდე ესე მოვკალით და მე რადგან ღმერთია ის სიკვდილი ვერ მეორია, აღდგა გაცოცხლდა და ადამიანის ბუნება ღმერთში გაცოცხლდა ის სამების წიაღშია და ესე იგი ჩვენ გზა გაგვიხსნა მარადისობაში და ეს ყველაფერი მოგიყვათ და თან ხაზი გავუსვა იცით რას, რომ თვითონ ქრისტეს ღმერთს როგორ უყვარხარო შენთვის მას ღმერთის ხوار შეუძლია ეტყინოს, იტანჯოს, მოკვდეს და თავი გაწიროს შენთვის ეს არ შეუძლია, მაგრამ ადამიანური ბუნება როგორც კი მიიღო და როგორც კი ეს ამ თავის ადამიანურ ბუნებას თავის ძალმოსილებით არ დაეხმარა, იმ წამსვე სამყაროში არსებული უზნეობა მის წინააღმდეგ აღდგა და ფაქტიურად ზნეობრივი გამარჯვება მოიპოვა უზნეობაზე და მაგალითი დაგისახა როგორ უნდა იცხოვრო. ამ ღვაწლით მის ადამიანური ბუნება განიწმინდა, რაც ნიშნავს განიწმინდა, ღმერთის ერთგული გახდა ადამიანური ბუნება. გახდა ღმერთის ერთგული ამ დროს, აი ამ ღვაწლით, რომ უზნეობა დაამარცხა. და ამ ეს განწმენდილი ადამიანური ბუნება აღდგა და ამ აღლდაზეცად, ანუ განიღმრთო. და შენს როგორც იგივე ადამიანური ბუნების მქონე, გეძლება პოტენციური შესაძლებლობა თუ პიროვნ არჩევანს გააკეთებ, რომ ეს მინდა, შენ მას გაყვე. და გარდა ამისა, ის შენ გთავაზობს რას, რომ იყო მისი არა მარტო უბრალოდ მოწაფე, არამედ და არა უბრალოდ მეგობარი, არამედ ძმა, ანუ ქრისტეს, ანუ ღმერთის შვილი, მასთან ერთად. ძმას გიწოდებს. და უყვარხარ. და შენთვის მოკვდა, ღმერთი შენთვის მოკვდა. და ამბობს, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. და ყველაფერს გაძლევს ამისათვის. და გავიდა ეს ადამიანი. დარჩით ესე. ეხლა რა მაინტერესებს? როგორ ფიქრობ, თეორიულად მითხარით რა? თქვენში არაფერი არ შეიცვლებოდა? თუ ჩაკირულია ჩემში არა, მე თქვა მიმედი მაქვს ჩაკირული არ არის. უბრალოდ არ იცოდი და უცებ გაიგეთ. თუ ჩაკირული არ არის, ხო? თუ გაიგეთ, როგორ ფიქრობთ, არაფერი არ უნდა შეცვლილიყო ადამიანებს აუდიტორიაში? როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობს როგორ იცი, რომ შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, კეთილშობილი, პატიოსანი, მაგრამ ცხოვრობს რომ ისე რომ ღმერთი არ არის. უცებ ეს კეთილშობილი, პატიოსანი ადამიანი, სინდისიერი ადამიანი იგებს რომ ღმერთი არა უბრალოდ არის, არამედ როგორ უყვარხარ, შენთვის ჯვარზე კვდება. როგორ შეიძლება ადამიანმა მე ისე იცხოვროს? ნათელი მოეფინებოდა ყველაფერს. ანუ ის ხვანაირად იცხოვრებს. ხო სწორია. აი ესე შედის ადამიანი იმ ცხოვრებაში, რასაც ქრისტიანული ცხოვრება ქვია, ანუ რასაც სიკეთე ქვია. აი ეს არის ის ნამდვილი სიკეთე, განსხვავებით იმ სიკეთისაგან, რასაც ქვია უბრალოდ ადამიანური სიკეთე. უფრო აი ხელმოსაკიდი რო იყოს. ქრისტეს დედამიწაზე მოღვაწეობის დროს წარმოიდგინეთ იყო ორი ადამიანი, ორი ძმა. ორივე პატიოსანი, ორივე ერთი დედმამიშვილი და შრომელი, უღალატო და მორწმუნეც თან. აი ესეც ვთქვა. და ერთად შრომობენ, ოჯახებს პატრონობენ ასე შემდეგ. უცებ მოვიდა გაიგეს რომ მოდის ის ვინც თითქოს წამთ, თითქოს იმიტომ ამბობ რომ მე აღმოჩნდება მართლა წამთ თუ არა წამთ. ის მოვიდა ადამიანად.
და საოცარ სიყვარულს თესავს. წარმოგიდგენთ, ხო გვინახია ჩვილი 2, 3, 5, 6 თვის მოკიტინე ბავშვი. როგორ გიზიდავს, რომ ვერ წყვეტ გულის მზერას, იმიტომ რომ სიწმინდას აფრქვევს იქით. ქრისტე უსასრულოდ უფრო წმინდა იყო ვიდრე ნებისმიერი ბავშვი. იმიტომ რომ პატარა ბავშვი ადამის ცოდვა მაინც გადაყოლილია, რომელიც უკვე 1 წლიდან 2 წლიდან ნელ-ნელა თავის გამჟღავნება და 7 წლიდან უკვე უფრო და უფრო მეტად გამჟღავნებას იწყებს და ქრისტეში ეს ადამიანის ცოდვა არ არის, წარმოედგინეთ. და ესე იგი ის ვინც მემწამს ის მოვიდა და აი მორი ძმიდან ერთი ხდება მისი ერთგული მოწაფე ბოლომდე მიყვება და იონე მოციქულთან ერთად გოლგოთამდე აყვება და ბოლომდე ერთგულებს და მე მისი საქმის გაგრძელებას იწყებს ქრისტეს საქმის გაგრძელებელი ხდება და ქრისტემ 3 წელიწად ნახევარი მოღვაწევა და მე დაასრულა და გადააბარა თავის მოწაფეებს და მოვიდა დღემდე დღევანდელი სასულიერო პირი წესით იდეაში უნდა იყოს ქრისტეს საქმის გაგრძელებელი ყველაფრით და მეორე ძმა რომელიც ასევე მისტარი კეთილშობილი იყო, მაგრამ საცალი ეხა კაცო იქ სადევნა და ქრისტეს საქმის აკეთებლად საცალი მე სათოხარი მაგდა. რომ ქრისტეს ოკლავდნენ ერთი ძმა იყო გოლგოთაზე და თავის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა. და მეორე ძმა საწყალი, მაგრამ თოხნას აგძელებდა. როგორ ვიქობთ ამ ორ ძმას შორის არ დაიწყებოდა განსხვავებები, ანუ იყვნენ ერთნაირები, ორივე ზნეობრიები, მაგრამ აი ამის მერე მათ შორის ეს მდგომარეობა, რომ ისინი თანაბარნი იყვნენ ღვთის წინაშე ზნეობრივად სულიერად არ დაირღვეოდა? ნუ თუ არ დაიწყებდა ის ერთი ძმა ზდას, საოცარ ზდას. იმიტომ რომ ის ძმა ორივე ძმა კეთილშობილია, მაგრამ ნახეთ იმ პირველ ძმაში რა ხდება, ის ნელ-ნელა იწყებს ზრდას ქრისტესკენ და ნელ-ნელა დაიწყებს რომ ისეთ ზდას რომ მიემსგავსოს მაცხოვარს. ხოლო ეს არის უსასრულო პროცესი. აი ამაშია განსხვავება. და როცა ადამიანი აი ამ მდგომარეობაში იმყოფება, ამ მდგომარეობისკენ მიდის, ის არის სრულ სიკეთეში და ის ვეღარ მოტყილდება და მას ორიენტირი ექნება სწორი. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ სიკეთეში დავმკვიდრდეთ, ერთადერთი გარანტია არის ქრისტე. მასთან ცოცხალი პიროვნული ურთიერთობა. სხვანაირად ეს იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც არის წყარო სიკეთისა, აი ძალიან მნიშვნელოვანია, არის ადამიანი და არის წყარო სიკეთისა ღმერთი. ჩვენ გვინდა ვიყოთ სიკეთეში. აი ამ ორ წერტილს შორის არის საკმაოდ სერიოზული, ძალიან ღრმა უფსკული, შუალედი. ეს არის ადამიანის დაცემული ბუნება. ანუ ღმერთს დაცილებული ბუნება, რომელიც ადამიანს ესე ადვილად არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს გადააფრინდეს, გადაახტეს და ესე იგი სიკეთეში აღმოჩნდეს და ეს დაცემული ბუნება მზაკრობს და ჩვენვე გვატყილებს თავისი მზაკრობით. ეს არის ეს მოცემულობა, რომელიც ქრისტიანობაში არ შემოს, ეხლა მე ამას არ განმარტავ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს არის ის პრობლემა, რომელიც ადამიანებს ხელს უშლით, გაიაზრონ და ზუსტად დადგნენ სიკეთის ხარეს. აი დღეს მე ამით დავასრულე, თუ რამე კითხვები გაქვთ, თესლებით გიპასუხოთ. ხო არ დაგღალეთ? შეგიძლიათ კითხვას დასვათ, შეგიძლიათ ესე იგი ფურცელიც მომაწოდოთ. ოღონდ ხმამაღლა. გასაგებია. ძალიან კარგი კითხვა არის. გააჩნია სიკვდილს როგორ შევხედავთ. აი მაგალითად პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვებს. ქრისტე არის ჩემი, დაბრძანდეთ. ქრისტე არის ჩემი სიცოცხლე, პავლე მოციქულის სიტყვებია. ქრისტე არის ჩემი სიცოცხლე, ხო რომ სიკვდილი არის შენაძენი. შესაძინელი თუ არ ვთქვი ზოგადად ესეა. რაც უნდა შევიძინო, რაც სასურველია, რაც მე მინდა. სიკვდილზე ამბობს. ამ გაგებით სიკვდილი ბოროტება არ არის თავისთავად ცხადია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პავლე მოციქული ლაპარაკობს როგორ სიკვდილზე იცი, რომელიც ანუ ბიოლოგიურ სიკვდილზე, რომელიც მას მისცემს საშუალებას იყოს იმასთან, ვინ ძალიან უყვარს. უფალი სხვა ადგილას ამბობს, რომ ჩემი მორწმუნე და ჩემი ერთგული ადამიანი არასოდეს არ მოკვდება, არამედ იგი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. რა თქმა უნდა, ესეთი სიკვდილი, ანუ გარდაცვალება არ არის ბოროტება. როცა ჩვენ აქ სიკვდილი დავწერეთ, ვიგულისხმეთ სიკვდილი როგორც ასეთი, ეს ონტოლოგიური გაგება სიკვდილისა, რომელიც ნიშნავს სიცოცხლის არარსებობას და რადგან სიცოცხლე ჩვენ შემთხვევაში არა არის უბრალოდ ბიოლოგიური არსებობა, არამედ
სიცოცხლე ეს არის სიცოცხლე ღმერთში, სიცოცხლის წყაროსთან. სიკვდილში მოვიაზრეთ არსებობა ამ თავარი სიცოცხლის გარეშე. ანუ უღმერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება ბიოლოგიურად იყოს ცოცხალი, მაგრამ არსობრივად სულიერად იყოს მკვდარი. გესმით ამის თქმა მინდოდა. თუ გაქვთ კითხვები რაიმე? კი ბატონო. მონობასთან დაკავშირებით მაინტერესებს დამალება და თაყვანის თემა იგულისხმება მაგაში? მონობასაც ასევე ორნაირად გაგება აქვთ. მაგალითად პავლე მოციქული როცა დაიჭირეს რომში, ის ამბობს, რომ იმ ბორკილებში უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა. ფიზიკური მონობა, რა თქმა უნდა, ეს ფიზიკური მონობა ისეთივე არასასიამოვნო და ცუდი რამ არის და მოდი ესე ვთქვათ, ბოროტება, როგორც ომი, მიწისძვრა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა მონობაზეა. აქ ლაპარაკია სულიერ მონობაზე. როდესაც ადამიანი აკეთებს, ჩადის უზნეო საქციელს, არა იმიტომ რომ ასე სურს, არამედ იმიტომ რომ იგი რაღაცას ან ვიღაცას ემორჩილება. ადამიანი შეიძლება იყოს თავისი, უფალი განმარტავს ამას, თავისუფლებაზე საუბრობს და მონობაზე და იუდეველები ვერ მიხვდებიან რაზე ელაპარაკება. ჩვენ რო თავისუფლები ვართო, არავის მონები არ ყოფილვართო, პოლიტიკურ მონობაზე საუბრობენ. და რელიგიურ მონობაზეც კაცმარო თქვას, ისინი მართალია რომის იმპერიის ქვეშევრდომები არიან, მაგრამ რელიგიურად ცდილობენ დამოუკიდებლობა ქონონ. უფალი მეანიშნავს, ვინც ქმნას ცოდვა, იგი მონა არის ცოდვის. აი მაგალითად, როდესაც ადამიანს თქვათ აქვს სახლში ერთი თებში საჭმელი და ოჯახის წევრი ყავს და იჯერ არ მოსულა, მაგრამ საცა მოვა, ისიც შეერი იქნება და მე შეერი ვარ და თუ გმირი ხარ, საერთოდ არ შევჭამ იმას დაუტოვ ბოლომდე. და მე თუ იმას ამედარჩება, მე შევჭამ. თუ გმირი არა ხარ, ნახევარ შევჭამ და ნახევარს დაუტოვებ. მაგრამ თუ მონახარ კუჭისა, სულ შეჭამ და არაფერს არ დაუტოვებ. აი ამგვარ მონობაზე იყო საუბარი. თქვენ გინდათ კითხვა ერთი ხო და მე წავიკითხავ. ჯვარცმის შემდეგ ჩვენ ჯვარცმი დაამარცხა უფრო მოგოდება და რო გადავხედოთ ისტორიას ბოროტებამ ძლავრობდა უფრო მეტად შეიძლება ვიდრე მანამდე. თუ დაამარცხა მაშინ შემთხვევაში როგორ არის? აქ საუბარია კვლავ ბოროტების დამარცხებაზე არა დაბრძანდით ბოროტების დამარცხებაზე არა ხილულ სამყაროში. იმიტომ რომ ნახეთ მან უკვე აბსურდი გამოდის. როგორ დამარცხდებოდა ბოროტება ხილულ სამყაროში, როცა ბოროტებამ ხილულად თავად ქრისტე დაამარცხა. აქ ლაპარაკია ბოროტების ზნეობრივ და რასთავარია სულიერ გამარჯვებაზე. ანუ თუ ქრისტიანობა ჩემთვის არის გარეგანი რიტუალების აღსრულება, მაშინ მე ამით ვერაფერს ვერ მივხვდები რა ხდება. რა თუ მე ლოცულობ და სანთელს ვანთებ და გარეგან მსახურებაში მონაწილეობას ვღებულობ, ძველი აღთქმის ადამიანებით სანამ ქრისტე მოვიდოდა და სანამ ბოროტება დამარცხდებოდა, განა ესე არ აღასრულებდნენ? აგერ აბრაამს, რომელიც შევედრებით ჩვენ აბრაამს სიკეთის ქმნაში და რელიგიურ ერთგულებაში, ვერავინ. საქმეც იმაშია, რომ ბოროტების დამარცხებაზე როცა ვსაუბრობთ, აქ აქცენტი კეთდება სულიერ გამარჯვებაზე, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ადამიანის მიერ გაცნობიერებული, თუ ის სწორედ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ანუ თუ ჩემთვის ქრისტიანობა არ დაიყვანება გარეგან მსახურებამდე, ეს არის ტაძარში მისვლა, წირვაზე დასწრება, ლოცვის წაკითხვა, აღსარების თქმა, ზიარება, ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ ქრისტიანობა ეს არ არის. ქრისტიანობა ამის მერე იწყება. და ის რაც ამის მერე იწყება, თუ მე ჩემში გავაცოცხლე, აი მაშინ მივხვდები, რას ნიშნავს, რომ ბოროტება დამარცხებულია. და რა არის ეს? ეს არის რა, როცა ჩემ გულში ქრისტემ მე მინდა რომ ჩემს გულში დამკვიდრდეს ქრისტე და იგი მკვიდრდება ჩემს გულში და ეშმაკი ვერ ახერხებს ჩემს შიგნით დამკვიდრებას. ანუ ეშმაკი ვერ ახერხებს რომ ჩემსა და ღმერთშუა ჩადგეს. ვეღარ ახერხებს. ქრისტიანობა, რომელიც ქრისტეს ღვაწმა, რომელიც იყო 3 წელიწად ნახევარი გრძელდებოდა, კულმინაცია იყო ჯვარცმა და შემდეგ ამას მოყვა აღდგომა და ამაღლება, მოახდინა ის, რომ ჩემსა და ღმერთშუა
ბოროტება ვეღარ დგება. აი ამაში ამ გამარჯვებაზეა საუბარი. მე თუ მოვინდომე, ჩემსა და ღმერთშუა ვერავინ ვერ დგება. იმიტომ რომ ჩემსა და ღმერთშუა ქრისტეს მისი ღმერთის უკვე ადამიანური ბუნებაა, ანუ ქრისტე. ერთადერთი შუამავალი ჩემსა და ღმერთშუა, როგორც წმინდა წერილი გვასწავლებს. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა, ესე იგი მე ეს ჩემთვის თეორია დარჩება. მე თუ ღმერთი ვერ შევიგრძენი. ოღონ იმ შეგრძნებით კი არა, რაც შეგრძნებით და ჩიტიც კი გძნობს. ერთი ჩიტი არ დავარდებაო ქრისტე ამბობს მამიზნების გარეშე მიწაზე. არამედ იმ შეგრძნებით, რაც შეგრძნებითაც ადამიანმა უნდა იგრძნოს და განიცადოს ღმერთი. ეს ძალიან რთული თემაა. და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მდგომარეობა სავალალოა იმდენად, რამდენადაც დღეს სამწუხაროდ ესეთი ცოცხალი რწმენა, რომელმაც უნდა გააცოცხლოს ის სკოლა 2000 წლოვანი, რომელიც ეკლესიაში მადლის სახით მოცემულია, ეს სკოლა თითქმის არ არსებობს საქართველოში. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ლაპარაკობ სასულიერო პირებზე, გასაგებია. მაგრამ მეორე მხრივ, ღმერთი არის და მადლი არის ეკლესიაში. და ამიტომ ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავაკეთოთ, ვისთვისაც ეს ყველაფერი ძვირფასია. ვისთვისაც არ არის მთავარი სიცოცხლის ხარისხი არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენ ხაჭაპურს შეჭამს ან ასე შემდეგ. არამედ სიცოცხლის ხარისხი მხოლოდ აი ამ საკითხებით განისაზღვრება. როცა ჩემთვის აი ამის მოკლება, ღირსების მოკლებას ნიშნავს. მაშინ მე უნდა გავიაზრო, რომ ქრისტიანობა არ შეიძლება რაღაც გარეგნმსახურებამდე დაიყვანებოდეს და მე უნდა დავიწყო ძიება. და აი ეს სკოლა, რომელიც პოტენციაში და მადლის მიერ არსებობს, მე უნდა ჩემში გავაცოცხო. მაშინ მივხვდები, რას ნიშნავს, რომ ქრისტემ დაამარცხა ჯვარცმით ბოროტება. ნიშნავს იმას, რომ ბოროტებას აღარ ძალუძს, მე თუ მოვინდომე, აღარ ძალუძს ჩემსა და ღმერთშუა ჩადგეს. აი ამაში ასე.